ჩვენ დღეს რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის სამი ტექსტი. ძირითადად, სამივე ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმისთვის რომ უბრალოდ ჩამოვიყალიბოთ გაგება. ეს არის დისკუსია, საჯარო ლექცია, სამ ავტორს განვიხილავთ, რამოდენიმე რაღაცას ვნახავთ, მათ შორის ესეც არის ერთ-ერთი მათგანი, რაც ვნახეთ და შემდეგ აუცილებელია რომ ამას მოყვეს შესაბამისი დისკუსია. თქვენ თუ რამე აზრი გექნათ, აუცილებლად ჩაინიშნეთ, დაიმახსოვრეთ და თუ გგინებავთ, იქვე მითხარით, თუ ფიქრობთ რომ აუცილებელია რომ იქვე გამარტოთ რაღაცა, აუცილებლად იქვე ჩაერთეთ, რომ ცოცხალი გამოვიდეს ეს ყველაფერი, ხო? შედეგი რაც უნდა იყოს, მე არ ვიცი, თქვენი ამოცანები გაქვთ, რატომაც მოხვედით. იდეაში მე რასაც ვფიქრობ, არის რომ ის რაც კანდინსკიმ დაწერა და სათავეში იყო კანდინსკი, შესაბამისად დაუთმობ ჩვენ დროს კანდინსკის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გაგებისთვის, რაც არის თანამედროვე გაგება თავისუფლების. შესაბამისად, თუ ჩვენ არა გვაქვს დიდი წიგნები, რაზეც დავეყრდნობით, ან დიდი მოაზროვნეები, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია რომ ყოველთვის მოვახდინოთ რეფერირება, მივაქციოთ ყურადღება, ჩვენ მარტონი ვართ იმ სამყაროში და მე ჩვენთან გვიწევს ხოლმე რაღაცა ფორმულების მოფიქრება, ხო, თავისუფლება, ეს არის სხვას არ შეუზღუდო თავისუფლება და ასე შემდეგ. ხო, ანუ ფორმულები, რომელიც თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ არის ცარიელი საბოლოო ჯამში. იგივე ეხება ძალიან ბევრ ტერმინოლოგიას, რასაც ჩვენ ყოველდღე ვისმენთ ტელევიზორიდან ხოლმე, ხო, ანუ ცარიელი სიტყვები და ნოლის შინაარსი, მაგრამ დღეს ჩვენ თავისუფლებაზე ვისაუბრებთ. ხო. და ეს არის და ეს. ძალიან კარგი იქნება თუ აქ რითიც დავამთავრებთ დღევანდელ ლექციას, შემდეგ კვირას ვინმე ან თქვენთაგანი ნებისმიერი ან სხვა ადამიანი, ვინც იცით რომ კომპეტენტური იქნება ამ კონკრეტულ საკითხზე, რაზეც დავამთავრებთ დღეს ჩვენ ლექციას, გააკეთებს შემდეგ ლექციას. ანუ იდეაში ძალიან დიდი სურვილი იქნება რომ უნივერსიტეტი ერთხელ და სამუდამოდ გადაიქცეს ისეთ საჯარო სივრცეც, სადაც რაღაც იდეებს განიხილავენ ადამიანები, ხო? და არ იყოს მსგავსი საჯარო სივრცე მხოლოდ Facebook-ი ან რომელიმე ტელეკომპანიის აუდიტორია, ხო? ანუ უნივერსიტეტი არის საჯარო სივრცე და სამწუხარო რომ ეს ფუნქცია ჯერჯერობით წესიათ არ აქვს, ბოლომდე გაცნობიერებული მოქალაქეებს. ამიტომ დიდი სიამოვნებით როგორც უნივერსიტეტი დაგითმობთ, თუ მაქვს ამის უფლება ვილაპარაკო უნივერსიტეტის სახელით, ამ სივრცეს, რაცა თქვენი აზრები შესაბამის, იმაზე გაიტანოთ, ხო, აუდიენციაზე. კარგით, ამიტომ ამაზეც იფიქრეთ. დღეს ჩვენ რაზეც პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ, არის რაშუაშია ხელოვნება, როცა ჩვენ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ. როგორც უკვე ვთქვი, ისედაც ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ყოველთვის ჩემ ახალგაზრდა ჩემს სკოლის მოსწავლეობაში, უფრო იქითო წავიდეთ, ხელოვანი, თქვა სამხატვრო აკადემია ავიღოთ. ხო, ჩვენი მოქალაქეების აღქმა სამხატვრო აკადემიის იყო, რომ ეგენი მაგარი თავისუფალი ტიპები არიან, ხო? იმთავითვე არავინ არ ამბობდა, რომ თავისუფალი ტიპები არიან თესეუს სტუდენტები, ან თავისუფალი ტიპები არიან მაშინ ამ პუშკინის ან რომელიღაც სხვა უნივერსიტეტი. ხო, მაგრამ სამხატვრო აკადემია აღიქმებოდა ერთგვარ სივრცეც, სადაც აი თავისუფალი ტიპები ერთად იკრიბებიან. ეს გამოიხატებოდა, თქვა, ჩაცმულობაში, იდეებში, საყურე ქონდათ იქ არა, სადაც საჭიროა და ასე შემდეგ. ხო, ანუ რაღაცა აი თავისუფლება ეს არის, ხო, რაღაც სიმბოლურად განხორციელდა. ამიტომ შესაბამისად, ჯერჯერობით მაინც ჩვენი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი არის როგორც რაღაც სივრცესთან, სადაც შესაძლებელია თავისუფლება. და ჩვენ ამას გარდა კიდევ ვიცით სხვადასხვა ხელოვნების მიმართ წაყენებული პრეტენზიები, რომ ხელოვნება უნდა იყოს თავისუფალი. ეს არის უნდა, რომელიც ხელოვნებას ევალება თითქოს. ხო, ის უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკისგან, უნდა იყოს თავისუფალი რაღაც იდეოლოგიებისგან, იმიტომ რომ ის ქმნის პროდუქტს, რომელიც არის თავისუფალი, თავისთავად და ასე შემდეგ, ხო? პლუს ამას ემატება ეს ღირებულება, ხო? ანუ ხელოვნებას აქვს შეხება მშვენიერებასთან და მშვენიერება აბსოლუტურად განყენებული ცნება არის, ხო? ჩვენ მშვენიერება არ აგვაქვს რეალობაში, ან ცოტა გვაქვს და ხელოვანი არის ის, რომელიც აზის ამ მშვენიერების არხს თითქოს და იქიდან ამას აფიქსირებს ყველაფერს, ხო? მაგალითად ძის ჩასვლა ძალიან ლამაზი არის, ხელოვნურმა ეს ჩაიჭირა და მშვენივრად გადმოსცა შემდეგ უკვე მაყურებელს, ხო? რომელიც მიდის გამოფენის აგამოფენო დარბაზში უყურებს ძის ჩასვლის აღბეჭდილ რაღაც სურათს და ამით ტკბება მერე, ხო? რა გენიალურად ჩაიჭირა ხელოვნურმა ის, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, ხო? ამას გარდა ხელოვნება არის ოსტატობა. ეს არ არის დასავიწყები, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელობას სჭირდება ოსტატობა ცოდნა, შესაბამისი ცოდნა. ანუ რამდენად ოსტატურად ახერხებს ხელოვანი იმას, რასაც ახერხებს, ხო? მხატვრობაში ეს არის რამდენად ოსტატურად ფლობს ის იმ საშუალებებს, ხო? ფუნჯი იქნება ეს საღებავი და ასე შემდეგ. ანუ რასაც ის აირჩევს, რომ იმის გააკეთოს. მაგრამ ცხოვრებასთან რა კავშირშია? ეს ორი სამყარო არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული. ანუ თუ ავიღებთ ჩვენ ცალკე არსებობს ხელოვნება, არსებობს ცალკე სიცოცხლე, ან სამყარო ეს არ არის. ჩვენ ცხოვრობთ ყველანი, ჩვენ ხელოვანი ხალხი ჩვენს გარშემო არიან, ჩვენც ხანდახან ვართ ხოლმე ხელოვანები. შესაბამისად, რაც ხდება ხელოვნებაში, ის არ არის ის უშედეგო და უკვალოდ არ არის ჩვენს საზოგადოებაში წარმოდგენილი. თუ ჩვენ ვნახავთ ხელოვნებაში თავისუფლებას, ან თუ ჩვენ ვნახავთ ხელოვნების დარგში მოღვაწე ტიპების აღწერას იმის შესახებ, თუ რა არის თავისუფლება, ჩვენ შეგვიძლია მერე დავასკვნათ იმის შესახებ, თუ რა არის ზოგადად ადამიანის თავისუფლება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მინიმუმ ეხლა თქვენ 60 კაცი ხართ, 60 კაცი რომელიც რაღაცა დონეზე მაინც შეეცდება იმაზე დაფიქრებას რა არის თავისუფლება, ძალიან კარგი შედეგი იქნება ზოგადად იმისთვის, რომ იდეაში ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რომ ზოგადად ეს თავისუფლება გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი დროშა, თანამედროვეობის დროშა არის თავისუფლება. ყველაფერი კეთდება თავისუფლების გამო, ხო? ანუ ვისაც არ უნდა კითხოთ, ხო? ჩვენ სად არის ჩვენი თავისუფლება იქნება? სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, აღსარებლობის თავისუფლება და ასე შემდეგ. ვინც არ უნდა იყოს, ყველა იყენებს ამას, ხო? ანუ ამ დროშას, ხო? ეს მე ვაკეთებ ამას თავისუფლების სახელით. თავისუფლების სახელით ეწყობა ომები, ხო, განმანთავისუფლებელი ომები, ეწყობა საძამშილო ღონისძიებები და ასე შემდეგ, მაგრამ რა არის, ხო? ამიტომ ნახოთ ჯერ ხელოვანები როგორ ფიქრობენ ამის შესახებ, ან ხელოვნების კრიტიკოსები და შემდეგ დაუბრუნდეთ მე დედამიწას, ხო? პირველი ავტორი ქრონოლოგიურად არ მაქვს დალაგებული, ანუ მნიშვნელობების მიხედვით არის განაწილებული. ანუ პირველი არის მეორე. პირველი არის გრინბერგი. ეს არის კრიტიკოსი, რომელმაც დაწერა თავისი ნაშრომი ავანგარდი და კიჩი. თქვენ არ ვიცით თუ არა ეს ცნებები, ანუ დღესდღეობით ძალიან ხშირად გამოიყენება, ხო? ანუ ავანგარდული კულტურა და არის კიჩი. კიჩი, როგორც წესი, კარგად არ აღიქმება ხოლმე, ხო? კარგ კონტექსტში კიჩს არავინ არ გამოიყენებს, ხო? ანუ კიჩი არის რაღაცა მეორე ხარისხოვანი დაბალი მოხმარების კულტურა, ხო? ანუ კიჩიც არის კულტურა, კიჩი ქმნის ხელოვნების ქმნილებას, მაგრამ ის არის დაბალი. მაგრამ ეხლა წესიათ რომ გავხსნათ, ჯერ ავანგარდით დავიწყოთ. რა არის ავანგარდი? ცოტა დიდი ციტატებია, მაგრამ აუცილებელი არის მათი გააზრება, ხო? ანუ მე-20 საუკუნეში რაღაც მომენტში ხდება ეს. ყველაფერი რაც განპირობებული იყო რელიგიით, ძალაუფლებით, ტრადიციით, ჭეშმარიტების სტილით, ეჭქვეშ დგება, ხოლო მწერალსა თუ მხატვარს უკვე აღარ შეუძლია პუბლიკის რეაქციის გამოცნობა მის მიერ გამოყენებულ სიმბოლოებსა თუ მითითებებზე. ეხლა ნახეთ როგორ რაღაცაა ეს. მე-20 საუკუნემდე სამყარო ავიღოთ, ვინაიდან ეს ავანგარდის დაწყება სწორედ მე-20 საუკუნეს უკავშირდება. მანამდე ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახად მოცემული სიმბოლოთა რაღაცა ნაკრები, ან ფორმათა კონკრეტული რაოდენობა, ხო? და შენ გეუბნებიან, რომ შენ როგორც ხელოვანი თუ მოქმედებ ამ საზღვრებში, ეს არის ხელოვნება, რომელსაც პუბლიკა ადვილად გებულობს. ანუ მაგალითად რო წარმოვიდგინოთ, თქვათ ბიბლიური თემა, ხო? ანუ როგორც კი შენ შეეხები ბიბლიურ თემას, ყველაფერი ცხადია, ხო? იქ ეპისკოპოსი მოგცემს კურთხევას, საუბრობ დასავლურ ხელოვნებაზე ხომ შემთხვევაში, და ანუ პრობლემა არ იქნება. თუ შენ ყველაფერს კარგად გააკეთებ, ანუ თქვათ რაფაელი ხარ, ვიღაცა მიქელანჯელო ხარ, თუ ჩაჯდები ამ ფორმებში, ყველასთვის გასაგები იქნება, რაც გააკეთე, ხო? ქრისტე ყოველთვის არის ქრისტე. ანუ დიდი ინტერპრეტაციების საშუალება შენ იქ მაინც არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დიდი, ეგრეთ წოდებული, ხო, დიდი ავტორები სულ ცდილობენ, რომ თავისი არის, ხო, როგორც ამბობენ ხომ, რომ ის მას თავისი კვალი დატოვა მაინც, ხო? ანუ თავისი შტრიხი რაც არის, ტექნიკა სიტყვაზე. მაგრამ მე-20 საუკუნეში მთავრდება ესეთი დიდი ამბების თხრობა, ხო? და ნელ-ნელა უკვე ქრება, თავისუფლდება რაღაცა სივრცე, სადაც უკვე არც რელიგიას აქ როგორც არის, ხო, არც ძალაუფლებას, არც ტრადიციას ადგილი აღარ აქვს. ანუ ადამიანს უჩნდება სივრცე, სადაც რაღაცა უნდა დაიკავოს ეს ადგილი, ხო? ეს ქნადობა რაც არის. ამ შემთხვევაში მხატვარი გაჩნდა მხატვართა ჯგუფი, რომელმაც სადა გამოყოფა იმისგან, რასაც გრინბერგი უწოდებს ბურჟუაზიას. ხო, ეხლა ისე და ისე რო დავაკვირდეთ, საიდან საზრდოობს ხელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი უგულებელყოფს ხოლმე ამას, მაგრამ ეს არ არის თავში წამოსაკრავი თემა. ფული საიდან აქვს ხელოვანს? როგორც წესი, დიდ მხატვრებს ჩვენ რო გადავავლებთ, ისე და ისე ისტორიაში, ან თვითონ იყვნენ ანუ რაღაცა ქონება გააჩნდათ და ქონდა თავისუფალი დროისთვის რომ ეხატათ, ან ვიღაცა აფინანსებდა ყოველთვის მას, ხო? ანუ მაინც ხარ დამოკიდებული გამყიდველზე, ანუ მყიდველზე, ხო? ვიღაცამ შენი პროდუქტი უნდა იყიდოს, რომ შენ არ მოგკვდე უბრალოდ ჩემში. მასეთი მხატვრებიც ვიცით, ხო? უბრალოდ ვინც ვერ ნახა გამყიდველი შესაბამისად, ხო? თუნდაც ფიროსმანი აიღეთ ახლა სიტყვაზე, ხო? რომელიც ყველაზე ადვილად გაახსენებათ ამ შემთხვევაში. მაგრამ მე-20 საუკუნეში ადამიანები როგორც კი უარს ამბობენ, რომ არ მინდა, თქვათ, მანამდე საზრდოდნენ რელიგიიდან, ხო? ეკლესია დაუკეთავდა ნახაც, ეს დახატავდა საზრდოობდა. მაგრამ ეხლა უცებ ეს ხალხი, ეს ჯგუფი გამოიყო ამ იდეას, რომ ჩვენ არავისგან, ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები ყველასგან და უნდა შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც უბრალოდ ჩვენი არის, ეს არის თავისუფლების ველი. და სწორედ ამ სივრცეში იქმნება ეგრეთ წოდებული, ანუ წარმოდგენა ხელოვნება ხელოვნებისთვის. ხო იცით, ანუ ესეთი ის ხელოვნება ხელოვნებისთვის. ეს მოწოდება თითქოს რომ ხელოვნება არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი რამ, მაგრამ თუ დამოუკიდებელია, ვინ არის მისი მომხმარებელი. ანუ რეალურად ავანგარდის ხელოვნების შემოქმედებას გაუჩნდათ ეკონომიკური პრობლემა, იმიტომ რომ მოწყდნენ იმას, ვისაც ადრე ყიდდნენ ხოლმე თავის ნაშრომს, ხელოვანი. ის დარჩა მარტო და ის ქმნის რაღაცა მიმართულებით, მაგრამ ის უკვე აღარ ექვემდებარება, როგორც აქ წერია, არანაირ იდეოლოგიას, ხო? ანუ არანაირ რელიგია, ძალაუფლება, ტრადიცია აღარ მოქმედებს ხელოვანს. ის არის თავისუფალი, ხო? და ეს არის სწორედ ამგვარად იბადება ხელოვნება ხელოვნებისთვის და წმინდა პოეზია. მაშინ როცა საგანი ან შინაარსი ხდება რაღაც ისეთი, რომელსაც უნდა
მოერიდო როგორც ჭირს. აბსოლუტის ამ ძიებებმა მიიყვანა ავანგარდი აბსტრაქტულ ანუ უსაგნო ხელოვნებასთან და ასეთივე პოეზიასთან. ანუ როგორც კი მე ვამბობ, რომ მე აღარ მინდა მოყვე ამბავი რელიგიის შესახებ, ან მე აღარ მინდა მოყვე ამბავი ძალადობის შესახებ, ან სიტყვაზე ვთქვათ, ბრძოლის შესახებ, მაკედონელის ბრძოლის შესახებ. რა ამბავს ყვები მაშინ შენ? ხო? ანუ რეალურად კრიზისი არის, თუ მე უარს ვამბობ ნებისმიერ ამბის მოყოლაზე, მაშინ საით უნდა მაშინ რა მაქვს მე სათქმელი, ხო? და წავიდნენ თავის თავში. ანუ ხელოვნები ნებისმიერი მიმართულებით მე-20 საუკუნის დასაწყისში ნელ-ნელა მიდიან ფორმებზე. თვითონ. მაგალითად პოეზიაც აქვს, ხო, აქ ნახსენები, როდესაც ხელოვანი ცდილობს, ანუ პოეტი ამ შემთხვევაში იღებს სიტყვებს და ცდილობს მათ გარდაქმნას უშუალოდ. ის ამბავს კი აღარ ამბობს, თამაშობს სიტყვებით. ან ხატრობაში ეს არის აბსტრაქტული ხელოვნება, ხო, აბსტრაქცია რას გიყვება თქვენ რეალურად? შეკითხვა. რას მიყვება მე აბსტრაქტული ნამუშევარი? რა ხდება ადამიანის ტვინში, ვინც ხატავდა? კი ბატონო, ადამიანის ტვინში ვინც ამას ხატავდა ახლა ძალიან უნდა გადავხდე ისო განახოთ რაც ხდება ადამიანის ტვინში, იმიტომ რომ მაქვს ერთი ნახატი, მაგრამ ეს იქნება რთული. მოკლედ დაიმახსოვრეთ ეს, რა არის სათქმელი იმის, რა ქვია, აბსტრაქტული ხელოვნების და მაგამდე გადავალ. მაგრამ ამას გარდა მე-20 საუკუნეში ხდება ანუ მნიშვნელოვანი გარდაქმნა საზოგადოების თვითონ და ასპარეზზე გამოდის უკვე დაწყებული აქვს დიდი ხნის წინ გამოსვლა, გამოდის ხალხი. ესეთი სიტყვა ხალხი რო წარმოიდგინეთ, ხო, მასა. გამოდის მასა. და გრინბერგი ამბობს ეს რაღაცას, რომ იდეაში იმისთვის რომ შენ იყო მომხმარებელი ხელოვნების, შენ გჭირდება ორი რამ, სამი, ანუ ის ერთად არის ქამა. წერა-კითხვა და კიდე თავისუფალი დრო. ანუ ერთი მხრივ, თქვათ, აიღოთ ვინ იყო მიქელანჯელოს მომხმარებელი. ხო, ანუ ის ადამიანი, ვინც დაждდებოდა, ჯერ წერა-კითხვა იცოდა ბიბლიაში რა ხდება, იმიტომ რომ თქვათ ის აღწერს ამას და შემდეგ აქვს თავისუფალი დრო, დაждდეს და კიდე მიუძღვნას დამატებით თავისი დრო რაღაცას. ეს არის შეუძლებელი, თქვათ, თქვენ წარმოიდგინეთ გლეხების შემთხვევაში. არის თუ არა გლეხი ხელოვნების მომხმარებელი. ძალიან რთული წარმოსადგენია ძროხის წველასა და დავიც მე თიბუას შორის რომ შეირბინო მუზეუმში უცებ ეზიარო ხელოვნებას, შენი თავი დახვეწო, კიდე დრო წიგნ წაიკითხო ამ ნაშრომთან დაკავშირებით და წახვიდე დაუბრუნდე ისევ წველას. ხო, ეს წარმოუდგენელი არის. შესაბამისად, გრინბერგი გამოყოფს ან ორ ფენას, ხო, ანუ მასა ერთი მხრივ და განათლებული უმცირესობა, რომელიც იყო აქამდე ყოველ შემთხვევაში ხელოვნების მომხმარებელი. მაგრამ სოფელი ნელ-ნელა გადადის ქალაქში, ანუ ინდუსტრიალიზაციის პროცესი იწყება და ნელ-ნელა ძალიან ბევრი ადამიანი სწავლობს წერა-კითხვას. წერა-კითხვა არის თანამედროვე მოვლენა, ხო? ანუ აბსოლუტურად საუბარი არის ცენტრალიზებულ განათლების სისტემაზე. ეს მანამდე ესე არ იყო. დღეს უკვე ნებისმიერ ადამიანმა იდეაში იცის წერა-კითხვა. შეკითხვა არის ასეთი: არის თუ არა ნებისმიერი ადამიანი, ვინც იცის წერა-კითხვა, განათლებული? ხო? ესაა ძალიან საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ სინამდვილეში ცვლის განათლების წარმოდგენას, იმიტომ რომ თუ ადრე პასუხი იქნებოდა სასახად კი, იმიტომ რომ მაგალითად მე-18 საუკუნეში ეს უკვე საკმარისი იქნებოდა, რომ შენ ძალიან პრესტიჟული თქვათ რაღაცები სამუშაო გეშო, იმიტომ რომ წერა-კითხვა იყო იარაღი, ხო, რეალურად ეხაც არის. დღეს უკვე ყველანი ვართ განათლებულები, იმიტომ რომ ყველამ დავამთავრეთ სკოლა, რომელსაც მართავს განათლების სამინისტრო. ყველა ვისაც აქვს დიპლომი, იდეაში არის განათლებული ადამიანი. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, ეს იგივე განათლება არ არის, რასაც თქვათ განმანათლებლები უწოდებდნენ თავის ძროზე განათლებას, ხო? და რატო? წერა-კითხვა აღარ არის უკვე მარტო ყველაფრის განსაზღვრელი, ხო? ის დამატებით პლუსი რაც იყო განვითარებაზე მიმართული, იმას ახმარს თუ არა საკუთარ თავს ის ადამიანი, რომელმაც იცის წერა-კითხვა. ანუ წერა-კითხვით მე თუ მარტო ინსტრუქციები მაქვს წაკითხული, ვარ თუ არა განათლებული ადამიანი, ხო? და გრინბერგი ამბობს ეს რაღაცას, რომ საყოველთაო განათლებასთან ერთად უცებ ეს ხალხი, ქალაქში ჩამოსული ხალხი, რომელიც უკვე ქალაქელი ხდება, მაგრამ თან ვერ ეწევა იმ დიდ მაღალ კულტურას, ესე გაყოფს ერთმანეთსგან ავანგარდს და კიც, მაგრამ მას მაინც ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაცა მოთხოვნილება მიიღოს ეს ესთეტიური სიამოვნება. ანუ ნებისმიერ ადამიანს აქვს ეს სურვილი, მაგრამ ვერ ახერხებს რომ იმ დიდს ეზიაროს. შესაბამისად, იქნება მეორე ტიპის ხელოვნება, რაც არის კიჩი. კიჩი არის უფრო მარტივი. ბევრად უფრო მარტივი არის კიჩი. ეხლა ნახეთ რა არის. კიჩი ინდუსტრიული რევოლუციის პროდუქტია, რომელმაც დასავლეთ ევროპასა და ამერიკის მასების ურბანიზაცია მოახდინა და შექმნა ის, რასაც საყოველთაო განათლებას უწოდებენ. კი ბატონო, წარმოიშვა ახალი ერზაც კულტურა, ანუ სუროგატი ჩანაცვლებული კულტურა. კიჩი განკუთვნილი მათთვის, ვინც ჭეშმარიტი კულტურის ფასეულობებისადმი გულგრილი და უემოციო რჩებოდა, მაგრამ მაინც განიცდიდა სულიერ შიმშილს და ისეთი გართობა სწუროდა, რომელიც მხოლოდ გარკვეული სახის კულტურას შეეძლო მიეცა. ანუ
შენ ვერ ახერხებ რომ ჩაწვდე რაღაცა მაღალს, როგორც გრინბერგი გამოყობს, მაგრამ შენ მაინც გჭირდება რაღაცა ტიპის დაკმაყოფილება. შენ მაინც გაქვს სულიერი შიმშილი, ხო, აქ ესე არის წარმოდგენილი და იქნება ეს დაბალი ხარისხის კულტურა. დაბალი ხარისხის კულტურა განსხვავდება იმით, რომ მასზე დასაფიქრებელი დრო არის ბევრად უფრო შემცირებული. ფაქტიურად არ გჭირდება. შენ კიჩს მოიხმარ პირდაპირ, ანუ ყოველგვარი ზედმეტი ტვინში გადატრიალებების გარეშე შეგიძლია პირდაპირ მოიხმარო და ნუ კიჩური შეიძლება თუ არა თანამედროვე ჩვენს ესტრადას უწოდოთ კიჩი, რა ვიცი, დიდი ალბათობით კი, იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის, ხო? ცრემლი წვიმას ჩამო რაღაცა მომეწყინა, ცუდად ავარ თავითკივა, ასე ყველა კმაყოფილი არის. ყველა მიწის რაც ხდება, კაცი ცუდად არის ცრემლი და მოენატრა წვიმას ევდა, ხო? ანუ ძალიან მესიჯები არის, რომელიც ყველასთვის გასაგები არის და ძალიან მარტივი არის. ანუ არანაირი დიდი განათლება ამის მისაღებად, ანუ ამ კულტურასთან საზრებად საჭირო არ არის. მაშინ, როდესაც არსებობს ის ავანგარდული კულტურა გრინბერგისთვის მაინც ჯერ კიდევ საჭიროებს ტვინის დაძაბვას. ეხლა ნახეთ, კიჩი მექანიკურია და ფორმულების მიხედვით მოქმედებს. კიჩი ეს გაყალბებული გამოცდილება და ყალბი გზნობებია. კიჩი თავის ცვლილებებში მიყვება სტილს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის კიჩად რჩება. კიჩი ყველა იმ სიყალბის განსახიერება, რაც თანამედროვე ცხოვრებას ახასიათებს. კიჩი თითქოს თავისი მომხმარებლებისგან ფულის გარდა არაფერს ითხოვს, მომხმარებელთაგან დროსაც კი არ ითხოვს. ძალიან არ უყვარს ამ ადამიანს კიჩი, როგორც ატყობთ, ხო, ანუ მართლა არ უყვარს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოიხსენია ის. მაგრამ დააკვირდით რატო აკრიტიკებს, ხო, ეს არის ფორმულები. როგორც ახლა თქვით, ხო, ესტრადაში ძალიან მარტივი მისაღები ფორმულა, ზედმეტი ტვინის დაძაბვა არ მჭირდება, ხო? და ეს არის გაყალბებული გამოცდილება. აი პატარა ბავშვი რომ მღერის რა, მომენატრა, რას მღერის, იცის საერთოდ რა არის მონატრება, ხო, სიტყვაზე, რაღაცა გამოცდილებებს იღებ, მე პატარა ბავშვს ჩააცმო, კოსტიუმი ამღერებ და ყველანი კმაყოფილები არის, მაგრამ რა არის ეს? ანუ რეალურად ეს იწვევს ჩვენში სულში რაღაცა განცდებს, ძვრებს, შეცვალა, კათარზისი განვიცადე მე ამ პატარა ბავშვის ნამღერით სიტყვაზე, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყველა კმაყოფილია. ხო? ეს არის ვაი დედა. რეპინი? ხო? აბა? რომელი ხართ კი კიჩურ კულტურასთან ნაზიარები? ხო, თუ არ ვწდები რეპინის ნახატი არის ეს არის კაზაკები. და ეს არის კლასიკური კიჩი. ანუ, როდესაც ავანგარდი გრინბერგი როგორ რაღაც ამბობს, რომ სინამდვილეში ჩვენ ტოტალიტარული სისტემები გამოირჩევიან კიჩისადმი მიდრეკილებით. ამ პირიქით. ხო, როგორ რაღაც არის. შენ როცა გყავს მასა სამართავი, შენ არ გრჩება დრო, რომ ვიღაცა ტიპებს მიცე განათლება, მე ჩააწვინოთ, დაახარჯო მეტი დრო, მეტი ფული. შენ გჭირდება მასობრივი კულტურის გავრცელება. ამიტომ ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ფაშიზმის და კომუნიზმის, ხო, ანუ ერთნაირი კულტურის შემოქმედი გახდა, კიჩური კულტურის. იმიტომ რომ მათ არც ერთს, არც მეორეს ტოტალიტარულ სისტემას არ ჭირდება ზედმეტად მოაზროვნე ადამიანები. ამიტომ იყო, რომ ორივე სისტემიდან განდევნილი იქნენ ის პიროვნებები, რომლებიც ცოტა უფრო მეც აზროვნებდნენ ვიდრე სხვანი, ხო? შესაბამისად, გრინბერგი ამბობს, რომ დააკვირდით თქვენ თვითონ, როგორ რა უფრო ურჩევნია გლეხს, რომელიც ახლა თქვათ კოლხოზში არის, საბჭოთა კავშირში სადღაც კოლხოზშია და მოუწყვეს მას გამოფენა. და ერთი მხრივ დააყენეს პიკასოსთან და უყურებს ამ პიკასოს და იქ რაღაცა ცხვირი ეკითისა, რა ხდება საერთოდ, ხო? ანუ ფორმები არის, მაგრამ უნდა დავფიქრდე, უნდა ჩავწვდე რაღაცა იმოქმედოს ჩემზე ზეგავლენა. მეორე მხრივ უყურებ კაზაკები. ძალიან მარტივია, ყოფერცხადია, ეს ხო ვიცი, იმიტომ ნანახი აქვს თვითონ. ესეთი შეკრება ნანახი აქვს ერთი. ანუ ძალიან მარტივ კოპიას აძლევს იმ რეალობის, სადაც შენ ცხოვრობ. არანაირი ზედმეტი ტვინის დატვირთვა არ ჭირდება. ან ეს, ხო? რა დიდი ფილოსოფია ხა აქ? კაცი მიდის ხნავს. ხო? ანუ ძალიან მარტივია ეს და ძალიან ლოგიკურია, რომ მასა ტოტალიტარულ სისტემებში და ზოგადად უფრო მიდრეკილი არის, რომ ეს იყოს ხელოვნება და დიადი ხელოვნება, ვიდრე იყოს ხელოვნება ის, რაც არის ავანგარდული ხელოვნება. მე აქ ანუ კანდინსკის დროს გავიგე, კანდინსკი თვითონ წავიდა იმაში, ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა, ანუ მოსკოვიდან ჩავიდა გერმანიაში, მე დაბრუნდა და 22-ში თუ 23-ში უკან იძულებული გახდა. ანუ როგორც კი წესიერად წავიდა ბოლომდე გასაბჭოება, თავიდან ნება ჰქონდა დართული რაღაცები ეკეთებინა, ეხატა და ნახავთ მის შემოქმედებას ის არ არის კიჩური, ხო? და როგორც კი უკვე საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი არჩევანი იყო კიჩი, უკვე აღარავინ აღარ ჩაეტია და გამოასწრო იქიდან კანდინსკიმ, წავიდა ისევ გერმანიაში და გერმანიაში რო წავიდა, იქ ატყდა საბჭოთა ისა რა ქვია ნაციონალ-სოციალიზმი, ხო? და იგივე ბედი ეწია საბოლოო ჯამში. ბაუჰაუს თუ გაგიგიათ, გერმანული ან ბაუჰაუსის მოძრაობა იყო და იმის წევრი იყო თვითონ კანდინსკი და საბოლოო ჯამში 44 წელს გარდაიცვალა, ისე რომ დევნაში იყო. დაუკეტეს ბაუჰაუსი და ასე შემდეგ. ანუ ორივე სისტემან კანდინსკი განდევნა, როგორც მხატვარი.
ხო? იმიტომ რომ ეს არის სწორი კულტურა, ეს არის ხელოვნება, ხო? მაგით განსხვავდება კიდევ ერთი ნიშანდობლივი რაც აქვს ტოტალიტარიზმს ზოგადად, ის პირდაპირ გინსაზღვრავს რა არის ხელოვნება და რა არის კულტურა, ხო? ამ შემთხვევაში აქ იყო დასახელებული რომ ეს არის ხელოვნება, პირდაპირ ცენტრი, ასე ვთქვათ, წყვეტდა რა არის ხელოვნება მხატვრობაში, მუსიკაში, ნებისმიერ სხვა სფეროში. როგორც კი სხვა იყო გადახრა, ის უნდა განადგურებული იყო, ან უნდა ისევ ეხატა, ან ეწერა ისე როგორც წერს ამას ყველა, ხო? ეს დაახლოებით. ანუ ფიქრი არის გაწეული. ეხლა ვასილი კანდინსკის რაც შეეხება, ეს ავანგარდის და კიჩის განსხვავება უბრალოდ დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ გრინბერგს როცა მე მოუბრუნდებით, ცოტა ოდენი კრიტიკით დაგჭირდება ამ გაყოფის უგუებელყოფა. კანდინსკის რაც შეეხება, ვასილი კანდინსკი, როგორც გითხარით, ეს არის ანუ აბსტრაქციონისტი, ის ხატავს აბსტრაქტულ ნამუშევრებს, რომელსაც ჩვენ რამოდენიმეს ვნახავთ, ერთ წელს არის ეს რამოდენიმე და ხო 54 წელს გარდაიცვალა, როგორც ატყობთ. და მოკლედ ეს ნაშრომი, რომელიც არის ქართულ ენაზე გამოცემული, არის ხელოვნების სულიერების შესახებ ხელოვნებაში და ერთგვარი რაღაც პროგრამული ნაშრომი არის აბსტრაქტულ ხელოვნებას რაც შეეხება და პლუს თავისუფლებას. ანუ პირდაპირ საუბრობს რა არის თავისუფლება რამოდენიმე ადგილას და იმ ეპიზოდებს შემოგთავაზებთ. მაგრამ რატო არის საინტერესო ეს პიროვნება? რა ვიცით აბსტრაქტული ხელოვნების შესახებ? და კანდინსკი ცდილობს ზოგადად სანამ აბსტრაქტულამდე მივა აღწეროს რა არის ხელოვნება. ანუ პირდაპირ დაასახელოს ხელოვნების ამოცანა. ხელოვნების ამოცანა, ხელოვნებას აქვს მისია. კანდინსკისთვის, ანუ ყოველთვის ჯერ სანამ არ დამთავრდება კანდინსკის სლაიდი, ყოველთვის საუბრობ კანდინსკიზე და არა ჯერ საკუთარ აზრებზე ან რომელიმე სხვა. კანდინსკისთვის ხელოვნებას აქვს ფუნქცია და მისია და ამოცანა, მან რაღაცა სულისკვეთება, რომელიც მიმდინარეობს დღეს, უნდა გადასცეს სხვას. ეს არის მისი ამოცანა. ხელოვანი, რომელსაც აქვს ეს ნიჭი, ტალანტი, ხო? და ამას არ იყენებს. ის არის ცოდვაში, დანაშაული არის მისთვის, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ეს ნიჭი, რამოდენიმე ადამიანს აქვს და მათ უნდა გადასცენ ეს დანახული რაღაც სულისკვეთება, უნდა გადასცენ სხვებს. მაგრამ როგორ ხორციელდება ეს? კანდინსკი ხატავს ერთგვარ პირამიდას, სულიერ პირამიდას, ასე ვთქვათ, რომელიც მოძრაობს წინ და მაღლა. ესე პირდაპირ ამას, წინ და მაღლა. მოძრაობა არის ყოველთვის, ანუ სულიერად ადამიანი და სულიერების ცნება შეიძლება ყურს გჭირდეთ, იმიტომ რომ დღეს უკვე ბევრი კრიტიკის ქვეშ, ანუ რას გულისხმობ, ხო, სულიერების შესახებ, სულს რა არის სულიერება, მაგრამ კანდინსკისთან ჯერ ესე დაიმახსოვრე. ანუ სულიერება მიდის წინ, პროდუქტები იქმნება ყოველთვის და არსებობს დრო, რომელიც არის ეხლა ვთქვათ პირამიდის თავში, ხო? ეს არის ყველაზე მაღალი ადგილი, ეხლა სადაც არის დრო. და დროს აქვს თავისი სულისკვეთება. დრო ქმნის, ეს სულისკვეთება ქმნის პროდუქტებს თვითონ. და ხელოვანი არის ადამიანი, რომელიც იმყოფება პირამიდის თავში. სინამდვილეში, ანუ ყველა რუბრიკ განყოფილებაში არის ეხლა ხალხი. რაც უფრო პატარა, ანუ რაც უფრო ზემოთ მიდივართ, უფრო ცოტა ხალხი არის ზემოთ და უფრო მეტი ხალხია ქვემოთ. ეს რას ნიშნავს? რომ ადამიანი, რომელიც ეხა ხედავს დროის სულისკვეთებას, ჩაჭერილი აქვს და ცდილობს მისგან ქმნას, ხო? და ის გადმოსცეს, იმყოფება რამოდენიმე ადამიანის გარემოცვაში. შეიძლება მარტოც იდგეს იმ კონკრეტულ მომენტში. ანუ ყველა დანარჩენი მას აკრიტიკებს და არ ცნობს მას როგორც ხელოვნებას. რაც უფრო ქვემოთ ჩამოვდივართ, უფრო იზრდება ხალხის რაოდენობა, რომელსაც მეტნაკლებად ესმის. ანუ მეორე კუბიკის ადამიანები, მაცხოვრებლები, ცოტა ესმით რას ამბობს ის პირველი ადამიანი. ცოტა ხვდებიან რას ამბობს, მაგრამ თლად ესენიც ვერ ხვდებიან. რაც უფრო ქვემოთ ჩამოდივართ, სულ ბოლო ადამიანები, ისინი საერთოდ მიუწვდომელი არის იმ ხელოვანის ხმა. ისე მაგალითი რომ მოვიშველიოთ, ანუ არ ვიცი ფიროსმანზე ვიკამათო თუ გინდათ მე, მაგრამ აღწერის დონეზე, ხო? ფიროსმანი ხატავდა და მედუქნეებს მოსწონდათ, ხო? სიტყვაზე სანამ ვიღაცა ხელოვნების მოყვარულ ადამიანმა არ აღმოაჩინა ის და დღეს უკვე ჩვენ ყველანი ვამბობთ რომ ფიროსმანი გენიალური, გენიოსია ფიროსმანი, ხო? მაგრამ სად იყო ის გენიოსი მაშინ, როდესაც ის ქმნიდა, უშუალოდ მაშინ როცა ქმნიდა, ხო? როცა სული ქონდა ჩაჭერილი იმ პერიოდი, სადაც თვითონ იმყოფებოდა, მაგრამ იმ დროის ხალხისთვის ეს იყო ძალიან შორს იყო ფიროსმანი. მაგრამ არსი რა არის ამ პირამიდის, რომ პირამიდა როგორც რომ მოძრაობს, ხო? ნელ-ნელა იქ სადაც ეხა დგას ერთი ადამიანი, ხვალ იდგება მეორე განყოფილების ხალხი, ზეგ მესამე და ეხა ვარ ჩვენ აქ, როდესაც უკვე ყველანი ვიყავთ ფიროსმანი ძალიან გენიალური ვიღაცა არის. მაგრამ ერთ ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ჩვენ რო ყოფილიყავით ფიროსმანის დროს, რას ვიტყოდით ფიროსმანზე? დიდი ალბათობით ვიტყოდით იმას, რაც თქვა ყველა. ხო, ანუ ჩაუვლიდით გვერდზე. ანუ შეურაცხყოფას არავის არ. მაგრამ ესე აღწერს კანდინსკი ამას, ხო? ანუ ერთეულების ხმა ესმის არა ყველას. და რაც უფრო დრო გადის, ეხლა რა იწევს ამას?
თქვენ შეგიძლიათ აქ ხელოვნების კრიტიკოსები ჩართოთ მაგალითად რამოდენიმე განყოფილებაში. ხო, ანუ ჯერ ფიროსმანი არავინ არ არის, მე ერთმა კაცმა დაწერა წიგნი ფიროსმანზე, მე სამმა კაცმა ჩვენთვის უკვე ავტორიტეტები ჩადგნენ შუაში ჩვენსა და ფიროსმანს შორის, მე ვიღაცამ კინო გადაიღო ფიროსმანზე და ჩვენთან უკვე ფიროსმანი როცა მოდის მისი შემოქმედებით, ჩვენ უკვე გვაქვს მისი ისტორია. ანუ მოგწონს ჩვენ ფიროსმანი თუ მოგწონს ფილმიდან დანახული ფიროსმანი, საყვარელი რომანი ჩაიდავლიოთ რო ეუნება ეს მაგარი არის. ხო, ანუ ეგ მოგწონს თუ მართლა რო უყურებთ რაღაცას ცვლის ის ჩვენში. და კანდინსკი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ სინამდვილეში ხელოვნების ქმნილებები დღეს და ის აკრიტიკებს თავის თანამედროვეებს, ამბობს ეს რაღაცას, რომ დღეს ადამიანები შედიან გალერეებში, შეგვიძლია ჩვენი თავით ამოვიცნოთ, ანუ ეს მუდმივი რამ არის, შედიან გალერეებში და ის დადიან ნახატებთან უყურებენ და არ მოიხსენიებს ესე, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჯაბსანდალი არის, ხო? თვითონ არ ხმარობს ამ სიტყვას, რა თქმა უნდა. ანუ რატომ არის ეს აჯაბსანდალი, რომ უყურებ წითელკაბიან ქალს, უყურებ ცხენს, მე აქეთ გამოდიხარ ვიღაც ქალი იღიმის უცნაურად, აქეთ ჭიდაობას უყურებ, ამას ყველაფერს მოიხმარ, გამოდიხარ და კმაყოფილი ხარ, რომ აი, ღმერთო ჩემო, მე ვეზიარე ხელოვნებას, მაგრამ რომელმა ნახატმა იმოქმედა შენზე ისე, რომ შენში რამე შეცვლილი იყო. ანუ გამოდიხარ ისეთივე ცარიელი, როგორც შეხვედი. ამას ამბობს კანდინსკი, ხო? ანუ ჩვენ ჩაუვლით ამ ნახატებს და რა გარანტია გვაქვს, რომ აუცილებლად ეხა, თქვა ლური რო წარმოვიდგინოთ, ხო? ლური არის ქაოსი. რაც უნდა წესრიგი იყოს, არის ხელოვნებისთვის ქაოსი, იმიტომ რომ შეუძლებელი არის ჩემი განწყობა, ხო? ანუ რაღაცნაირად ხომ უნდა დაემთხვეს ხატვის იდეას. შეუძლებელია იმ მილიონ ექსპონატთა შორის მე ჩარბენი 15 წუთში შევიცვალო ჩემი სამყარო და ისე რომ ხშირ შემთხვევაში არსებობს ლურის მაგალითად ისინი, მოწამეთ, როგორი მომხმარებლები ვარ ჩვენ, ესე რომ მივუდგეთ ხო საკითხს. არსებობს 9 საათიანი ლურის ექსკურსია, არსებობს 2 საათიანი ლურის ექსკურსია, არსებობს თელდღიანი ექსკურსია. ხო, გადაიხდი, განახებენ მარტო ტოპ გამოღაც აქვს გამოფენა ჯოკონდა და დავინჩი ვიღაც, ხო? ჩამოვიდი, მე ლურში ვიყავი, 20 წუთში ვიყავი, მაგრამ ხო ვიყავი, ანუ ისევ Facebook-ზე ხო დავდებ ლურ რა ქვია მაგა check-ins გააკეთებ და ყველა კმაყოფილი, ანუ რა უფრო მნიშვნელოვანია და კანდინსკი ამბობს, რომ უფრო მნიშვნელოვანია, რომ აი მე გალერეის მოხმარებელი, მე სულ დავდივარ გალერეაში. მე თეატრზე ვიждები და დადიხარ თეატრში, გამოდიხარ ცარიელი სინამდვილეში, ხო? იმიტომ რომ მასა როგორც ასეთი, რამდენად არის ჩაწვდომილი იმას, რასაც ეუბნება ან თეატრი, ან ნახატი, ან ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეხლა რა არის ესა კანდინსკის გამოსავალი იმიდან, რომ ეხლა რა სიტუაციაში იმყოფება, რომ ადამიანი გახდა მომხმარებელი ამ კულტურის და ცოტა თუ უფიქრდება რაღაცეებს, ხო? თავისუფლების ამბავში. რას ამბობს კანდინსკი, რომ ნელ-ნელა ჩვენ რასაც ვატყობთ, ჩვენ უკვე გვესმის მომავლის სიმღერა. ხა ეს უცნაური რაღაც არის. კანდინსკი ორ ჟღერადობას იღებს, ერთი არის მხატვრის ნახატის ჟღერადობა თვითონ, მეორე არის ჩემი სულის ჟღერადობა. ნახატმა უნდა გამოკრას როგორც სიმს ჩემს სულს და მე ჩემში უნდა გამოიწვიოს რაღაცა ვიბრაციები. ხო? ეს არის მისთვის მხატვრობის არსი. თუ ნახატმა არ გამოიწვია ჩემში არანაირი სულიერი ვიბრაცია, მაშინ ის ნახატი ჩემთვის არის უпростоრად მე ვარ ამ ნახატისთვის ყრუ. ხო? ეს იმას ანიშნავს, რომ ნახატი ცუდია. უბრალოდ მე ამ ნახატმა არანაირი გზნობა არ გამიჩინა. ამის აღიარება სირცხვილი არ არის. ხო? ფიროსმანი კარგია, მაგრამ მე არ იწვევს ჩემში არაფერ კარგს. სიტყვაზე, ხო? ეს არ არის სირცხვილი. თუმცა სადღაც უთქვა შეიძლება გითხრან, რომ ნუ აზრი არ ახარ ხელოვნების, ხო? ეგრეც იციან ხოლმე ხშირ შემთხვევაში. მაგრამ დავივიწყოთ ეგ თემა, ვიბრაციებს დავუბრუნდეთ. როგორ იწვევს ხელოვნება ვიბრაციებს? ადრეო კანდინსკი ამბობს, რასაც ჩვენ ვატყობთ, ეს იყო დიდი ფორმების საშუალებით. ხო, ანუ ჩვენ რაღაცა ნატიურმორტს ვნახავთ, პეიზაჟს ვნახავთ, ადამიანს ვნახავთ, ცხენი აჭირვინებული და რაღაცა იდეურად ეს იყო ის ხელოვნება, რომელიც ადამიანების სულისკვეთებას ემთხვეოდა იმ დროს ადრე და იწვევდა სულის ვიბრაციებს. მაგრამ დრო როცა ვითარდება, პირამიდა როცა მიდის, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს საშუალება იგივე ფორმებით მივიღოთ სულის ჟღერადობები, როგორი ფორმებითაც საზრდოობდით აქამდე. აუცილებელია რომ შეიქმნას ახალი ფორმები. იმიტომ რომ კანდინსკის მიხედვით შეუძლებელია რომ მაგალითად რა ვიცი რომ ენახტევა. ანუ არ არის არანაირი აუცილებლობით გამოწვეული, რომ მე მიქელანჯელოთი იგივენაირი ის შოკი მივიღო, როგორც იღებდა თავის დროზე ის ტიპი, რომელიც იდგა იმ დროს. ანუ სულისკვეთება იყო იმ დროინდელი. ამიტომ უნდა იყო დროის ადეკვატური. ეს არის კანდინსკის მოწოდება. შენ როგორც ხელოვანი უნდა იყო დროის ადეკვატური, ჩაიჭირო რა არის ეხა ამ დროისთვის სპეციფიური და ის გადმოცე, იმიტომ რომ სხვა ფორმებით გადმოცემა არ არის ხელოვნება. შენ ქმნი მარტო მკვდარ ფორმებს, მეტი არაფერი. ხო? და ამის მაგალითი არის ჩვეულებრივი ხელოვნების სკოლა როა იყო. ხო, სადაც მიდიხარ, მე მაქვს ნიჭი ხატვის. აბა დახატე, ხატავ რაღაცა, მოდიან ფუნჯით
ვიღაცები და მაგ იმასე კი არ უნდა ჰოპ და გადაახატავენ რაღაცას ცხენს და ანუ გინდოდა ცხენი დაგიხატავენ ძაღლს და მე შენ პროდუქტად გეუბნებიან რომ ოჩახ წადისახი გაახარე ყველანი დაანგრიდნენ ვინც არიან სახში ხო მაგრამ რამდენად არის ეს ხელოვნება შეიძლება თუ არა მე ვიღაცამ ფორმა მასწავლოს და იმ ფორმით მე გავაგზო ფორმების გამოშვება და ეგ იყოს ხელოვნება კანდისკის ესე არ არის ეხლა რა არის მაშინ მნიშვნელოვანი გამოყოფს ორ რაღაცას ეს არის გარეგნული მხარე და სულიერი შინაგანი მხარე ნიშნულოვანი რაც არის შინაგანი მხარე შინაგანი აუცილებლობა ეძახის მას ანუ აუცილებლობა რას ნიშნავს როდესაც მხატვარი დგას ტილოსთან და მანს უცებ გრძნობს პირობითად ვამბობ რომ უნდა შეასხას აი ამ ნახატს უნდა შეასხას საღებავი და როგორც კი შეასხავს რო წყნარდება და ამბობს რომ აი დასრულდა ნახატი ეს არის შინაგანი აუცილებლობა თუ მე გარეგნულზე ვიქნები ორიენტირებული მაშინ მე დავხატავ ან მე შევიკავებ თავს ამ ჩემ შინაგან აუცილებლობას მოთოკავ და ფორმას გამოვცემ ისეც როგორიც უნდა რომ სხვას ხო ვიღაცამ შემიკვეთა ნახატი მე ამას მივყიდი მას ანუ გარეგნულ ფორმებზე თუ არ მე მარტო დაჩენილი მე შინაგან აუცილებლობით არ ხვენძღვანელობ და ეს არის ხელოვნების განსაზღვრელი და რას ამბობს ანუ რატო არის განსაზღვრელი კანდისკი ამბობს რომ თუ ჩვენ მშვენიერებაზე ვსაუბრობთ რა არის მშვენიერება ხო ძალიან ისეთი ფაქიზი თემაა იმიტომ რომ როგორც უკვე დღეს აღიარებულია ყველას თავისი გემოვნება აქვს გემოვნებაზე არ დავა მაგრამ რა არის განსაზღვრელი და კანდისკი მშვენიერების კრიტერიუმად ასახელებს სწორედ შინაგან აუცილებლობას და ამბობს რომ თუ საგანი შექმნილი არის შინაგანი აუცილებლობის მიხედვით მაშინ ის არის მშვენიერი თუ ის არ არის შექმნილი შინაგანი აუცილებლობის მიხედვით მაშინ ის არის უშნო ანუ ის არის სხვა უბრალოდ რა ანუ ჩვენ ახლა კიჩია ავანგარდი არ ვიცი რამდენად მაგრამ კი ბატონო ავიღოთ ხო ანუ დათვი ხეზე მიცოცავს ორი დათვი რომ მიცოცავს ხედავთ თუ სამი დათვის ბელი რომ მიცოცავს ხელი ხო ანუ ის დათვი ხეზე მიცოცავს რა არის ხო ეს რა შინაგან აუცილებლობა უბიძგა ხა ისე ვაკრიტიკებთ ისე რომ არ ვიცი შეიძლება მართლა დათვი იყო მისი შინაგანი ეს ფორმა უნდა მოენახა ამ ავტორს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა რო უყურებ დათვი ხეზე მიცოცავს თქვენ დაფიქრდით სად არის დათვი ხეზე მიცოცავს მოხმარების ადგილი სად მოიხმარს კულტურა დათვი ხეზე მიცოცავს ადგილები გაიხსენეთ, სად გაქვთ ნანახი. დათვიხეზე შოკოლადი, ხო? მიშუტკა. და ბაღში იყო ხოლმე, ბაღებში, აი ძველ ბაღებში იყო ხოლმე კედელზე რაღაც მსგავსი ნახატები, ხო? კაზაკები არა ხმლები აქვთ, მაგრამ დათვი, ხო? ან საავადმყოფოს მოსაცდელში მაგალითად რაღაც მსგავსი ისინი არის, ხო? ანუ ზედმეტი თქვენ ისე ზიხარ უყურებ დათვიხეზე და ყველა კმაყოფილი არის, მაგრამ რანაირად ის შენ არ გცვლის, ხო? ცუდი თქვენ რამე არ შეიძლება წამოხსნათ და მივათ მაგამდე დაიმახსოვრეთ. კარგი. ფიოსმა ის თეთრი დათვია ხეზე რომ იცოცავს თუ უბრალოდ დათვი არის ხეზე რომ. შავიც არის და თეთრი. კარგი. ვილაპარაკოთ მაგას. მოკლედ, ეხა კანდისკის რომ ამოვწუროთ კანდისკის თემა, მთავარი ჩვენ განსაზღვრეთ, ანუ მშვენიერებისთვის ხელოვნების არის აუცილებელი შინაგანი აუცილებლობის და. ეხა რანაირად ვატყობ მე შინაგან აუცილებლობას სად ვიჭერ? და რას აკეთებს ხელოვანი და კანდისკი ამბობს ეს რაღაცას რომ თან ჩვენ უკვე თვითონ მხატვრობაზე არ ამბობს იმიტომ რომ მხატვრობაში ვერ ხედავს ჯერ თვითონ არის ერთ-ერთი პირველი რომელიც დგას იმ ადგილას სადაც თვითონ აღწერა მაგრამ ხედავს ცეკვაში მაგალითად ანუ თანამედროვე ბალეტში ხედავს თანამედროვე მუსიკაში ხედავს კლასიკურ მუსიკაში ცვლილებას და ის ამბობს რომ ჩვენ ნელა ვატყობთ რომ ადამიანები იყენებენ სხვა ხელოვნებებში გადავიდნენ ფორმების გამოყენებაზე და ჩვენ კიდე მხატვრები ჯერ კიდევ ვართ თავის საკუთარ ფორმების გამოყენებაზე ახლა აგხსნით წესიათ რატომაც მაგალითად ხელოვნებას სხვა დარგები რო აიღოთ ცეკვა ჩვეულებრივი ბალეტი რო წარმოვიდგინოთ ხო არსებობს ილეთი ანუ რაღაცა როგორც არის ხო ეს დათვალე ჯოხს სურტყავს ისა და ტაკ 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 გამოვიდა 1 2 3 4 რაღაცად გააკეთა და წავიდა შენ როგორც მოხმარებელი უყურებ ამას მშვენივრად ახტა 20 წრე გააკეთა გენიალური არის ხო როგორ დაიჭირა ანუ რაღაცა ფორმები იცი ზუსტად რას ახდენ იდენტიფიკაციას რომ ეს არის ხელოვნება თუ ის დაუვარდა იცი რომ ცუდია ესე იგი ცუდი ბალერონი არის ის და მეოჯი აღარ უნდა მიუშაო ბალერინებთან ხო მაგრამ თუ დაიჭირა თუ ამას დაატრიალდა თუ ის გახდა შპაკატი ყველაფერი კარგი არის იმიტომ რომ ფორმები არის ნაცნობი მაგრამ თანამედროვე ბალეტი რო წარმოვიდგინოთ დღეს რას ვხედავთ ჩვენ გაქვთ თანამედროვე ბალეტი ნახე ერთხელ ნახე და რა ხდება? თანამედროვე ბალეტში რა ხდება? რანაირი შეკითხვა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ აღწეროთ დონეზე მაინც. ანუ თავისუფლებაზე არის აქცენტი და მოძრაობას გამოხატავენ იგივე შინაგანი ვიბრაციები და ეს ყველაფერი ყველა თავისუფლად და ხო. იმპროვიზაციის ფარგლებში. ანუ უყურებ, გამოვიდა ქალი, კაცი მნიშვნელობა არ აქვს და
და რაღაცებს აკეთებს და შენ არანაირი მოლოდინი, მათ ჩვეულებრივი ბალეტი რო აღვთ კლასიკური, ხო? წავიდა, წრე დაარტყა და იქ დადგა და ასე რო გააკეთა, უკვე ხვდები რომ ეს უეჭველი გამოიქცევა აქეთ, ხო? ანუ წინასწარ მოლოდინები გაქვს. თანამედროვე ბალეტში წავიდა ის და მე წავიდა სახში შეიძლება, ხო? ადგილზე და წავიდეს საერთოდ. ანუ ვედრო გამო, ანუ არ იცი რა მოხდება, ხო? ანუ მთლიანად ხარ დამოკიდებული იმაზე, ეხა რა მოხდება უშუალოდ, რა ფორმას გამოიყენებს მოცეკვავე. რა თქმა უნდა, ეხა დადგმა ქორეოგრაფიც დგავს, მაგრამ რას აკეთებს ქორეოგრაფი? ის იღებს ადამიანის სხეულს და ამბობს, რომ ყველა მოძრაობა არის მოძრაობა და ყველა მოძრაობას აქვს უფლება, რომ სცენაზე იქნას დადგმული. ხო? ანუ თუ ადრე ხელი ესე უნდა გქონდეს და ეს უნდა არის, რომ ხელი ესე უნდა გქონდეს და თუ ესე გაქვს, კრიტიკოსი დაწეს, რომ მას ხელი ქონდა ასე, ხო? თანამედროვე ბალეტში აღარავინ აღარ დაწეს, რომ იცით რა ეს ვერ გააკეთა კარგად, იმიტომ რომ ცოტა რაღაც არ გააკეთა კარგად. ხო, იმიტომ რომ არ იცის თვითონ კრიტიკოსმაც, რომ ეს მართლა ასე უნდა გააკეთოს, თუ არ გააკეთოს. ხო, ანუ იდეაში ფორმა არის, მთლიანად, რაზეც მუშაობს ხელოვანი. იგივე ხდება მაგალითად მუსიკაში. მაგალითად დააკვირდით ჩვეულებრივად ისე ხო რა კლასიკას უსმენ ყველაფერი გასაგებია რომელი ხელოვნების მიმართულება მუსიკა შეგვიძლია დავასახელოთ რომელიც თანამედროვე ბალეტს შეიძლება მივამსგავსოთ ჯაზი ხო ანუ ისე და ისე ზიხარ უსმენ რიტმი შენთვის ცნობილია ჩვეულებრივ კლასიკურ გაგებით ხო ტაკ რაღაც სხვაში მაგრამ ჯაზს უსმენ და უცებ ბახ ბუხ რაღაცა ჭიხ იმას მე გააჩირა ამან რაღაც ნოტი აიღო რომელიც აქ საერთოდ გული გაგისკდა ხო მაგრამ ეს არის ხელოვნება იმიტომ რომ ჯაზმენი გეუბნება ეს არის იმპროვიზაცია მე მაქვს ნოტები მე მაქვს ხმები და მე ამ ხმებით რასაც მინდა იმას გავაკეთებ როცა მინდა იმას გავაკეთებ თუ ამას ჩემი სხეული იგზნობს ხო ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმპროვიზაცია და ამიტომ დღესაც ხო თუნდაც რომ აიღოთ პოპი და არა ჯაზი ცოცხალ შესრულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იქ განვითარებულ ქვეყნებში, იმიტომ რომ ცოცხალის შესრულება გაძლევს შენ ზუსტად იმ მომენტში ამ ადამიანის მიერ განცდილ სულიერ ემოციებს, ხო? იმიტომ რომ ხშირად საქართველოში ან ზოგადად სხვაგანაც ხშირად ანუ თუ ხარ კონცერტზე ნამყოფი ცოცხალი და ხანდახან სიმღერას რო იწყებ რომ გიხარია რომ ეხა ის იმას იმღერებს, ისე იმღერებს რომ შენ ვერ აყვები ხოლმე, ხო? ხშირად, იმიტომ რომ იმ მომენტში ამ ადამიანის სული იქნება ეს ვიბრაცია რაც კიდე კანდისკის შეხედვით დაარქვით, ის ქმნის ინფორმებით რაც მას გააჩნია სხვანაირად მაინც, ხო? ეს არის იმპროვიზაცია. და ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ კეიჯი. იცით ეგეთი შემოქმედი მუსიკაში კეიჯი, მაგრამ სანამ კეიჯამდე მივალთ, კანდინსკი დავამთავროთ. ეხლა რას ამბობს კანდინსკი ფორმულები რომ ვიცოდეთ, ანუ მშვენიერია ის და ძალიან მნიშვნელოვანია. ის რაც შინაგანი სულიერი აუცილებლობიდან გამომდინარეობს. მშვენიერი ის რაც შინაგანად მშვენიერია. ეს არის თავალი კრიტერიუმი. всё, შინაგანად თუ არის, გასაგებია ყველაფერი. ამიტომ მაგალითად მხატვრობაში ყველა ფერი შინაგანად მშვენიერია, ვინაიდან ყველა ფერი სულიერ ვიბრაციებს იწვევს და ყველა ვიბრაცია სულს ამდიდრებს. და ამიტომ ყველა ფერი შეიძლება შინაგანად მშვენიერი იყოს, რაც გარეგნულად უშნოა. ასეა ხელოვნებაში და ასეა ცხოვრებაშიც. და ამიტომ არაფერია უშნო შიდა შედეგის მიხედვით, ანუ სხვის სულზე ზემოქმედებაში. ძალიან პრინციპული რაღაცა არის, იმიტომ რომ აქ აკეთებს გადასვლას ასეა ხელოვნებაში და ასეა ცხოვრებაშიც. უშნო აღარაფერი აღარ არსებობს. რატო? კანდინსკი იწყებს მუშაობას და ის ამბობს, რომ როგორც ვთქვათ, მუსიკაში ტიპებმა შეატრიალეს საკუთარი მზერა შინაგანისკენ და მუშაობენ ნოტზე, როგორც ვთქვათ, ცეკვაში ადამიანებმა ისევ გარეგნულ ილეთის გამოხატულებიდან შეატრიალეს მზერა და შინაგან მასე აქცენტებზე გადაიტანეს მთლიანი მზერა, ჩვენს ხელოვანებმა, ეს არის საუკუნის დასაწყისი, ხო? 10-იანი წლები, უცნაურად დღეს 10-იანი წლები და ის ამბობს რომ ჩვენს მხატვრებმა უნდა შევატრიალოთ მზერა და დავიწყოთ იმაზე მუშაობა რაც ჩვენ გაგვაჩნია. და ეს რა არის, რაც ჩვენ მხატვრებს გაგვაჩნია, არის ორი რაღაცა, ფორმა და ფერი. და ის ამბობს რომ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ წესიერ რას მაძლევს, რის საშუალებას მაძლევს მე ფორმა, რის საშუალებას მაძლევს მე ფერი და ვიმუშაო ამ ფორმიდან მხოლოდ ფორმით და ფერით. არანაირი სხვა ბუნების ასლის გაკეთება მე არ მჭირდება იმისთვის რომ იმაზე მაყურებელზე ვიმოქმედო. მე მჭირდება მხოლოდ ფერი და ფორმა. და მის ამ წიგნში ხა აქ არ მაქვს წარმოდგენილი ის იწყებს ანალიზს მაგალითად ყვითელი ფერი როგორ მოქმედებს ადამიანზე ეს კვლევები დასტურდება ფსიქოლოგიურადაც მაგალითად ყვითელი რო ამშვიდებს წითელი რო ყვირალა ფერია და ეს ფერი მოქმედებს შენზე არა იმიტომ რომ წითელი სისხლს აქვს და შენ ეს გაღიზიანებს გახსენებს სისხლს არამედ შენი ფიზიოლოგია არის ესე მოწყობილი რომ წითელს რო აგიფარებ ჩერდები ან ყურადღება გადაგაქვს ხო წითელი კაბა გაიხსენეთ სიმღერებიდან ხო მოკლე კაბა სხვა არის კაცი წითელ კაბაზე ისიც წითელივით მუშაობს მაგრამ ორ შემთხვევაში წითელი იმიტომ რომ წითელი არის და ის სხვა რაღაცებზეა კიდე დამოკიდებული ამიტომ რო დაუბრუნდეთ ისევ ამას ანუ ფერს იკვლევს პირველ რიგში და იკვლევს ფორმას და ამბობს ეს რაღაც მაგალითად წრე ჩემს მზერას მიმართავს ცენტრისკენ მაგრამ თუ ეს წრე იქნება ლურჯი ჩემი მზერა ავტომატურად წავა ცენტრიდან გარეთ
ან მაგალითად სწორი ხაზი, ან სამკუთხედი. სამკუთხედს მე რო უყურებ, შანსი არ მაქვს, რომ ზემოთ არ ამივიდეს მზერა. იმიტომ კი არა, რომ ბოროტი ვარ, ან ესე არის. უბრალოდ სამკუთხედს რო უყურებ, ავტომატურად მზერა არის ზემოთ. ისრები რატომ არის, ხო ესე? იმიტომ რომ პირდაპირ მიდიხარ ეს. შეიძლება შენი გადაწყვეტილება იყოს და იცოდე ის არის, მაგრამ ესეც მოქმედებს ზოგადად, მარტო ფორმა მოქმედებს უკვე შენზე. და ეს არის კანდინსკის ნამუშევარი. ხო? ერთ-ერთი და დააკვირდით რა, ანუ აქ მივდივართ ისევ სათქმელზე. რას გეუბნება ახლა კანდინსკი? აქ, ამ ნახატით. რა ქონდა ტვინში კანდინსკის შენ თუ ამას მეტყვი? რა ვიცი, ვიგახმართ, მაგრამ ძალიან ძნელი არის ყოველ შემთხვევაში. და სწორედ ეს არის აბსტრაქტული ხელოვნების თავარი არის, რაც ჩვენ ნახეთ გრიბერთან. რა არის სათქმელი? ანუ აქვს ახლა ამას რამე სათქმელი? ხო? და ძალიან უცნაური ეს და რატომ? თქვენ თუ კანდინსკის ტექსტს წაიკითხავთ და იმედი მაქვს რომ წაიკითხავთ, ნახავთ თუ როცა გახსნით კონკრეტულად რას ამბობს ფერზე და ფორმაზე, როგორ უყვარს მას ფერი და ფორმა, როცა მის ნახატთან აღმოჩნდებით, მიხვდებით რომ ეს არ არის უბრალოდ ხშირად მე ჩემ ბავშვობაში, როცა აბსტრაქტულ ნახატს უყურებდი, ანუ ჩემს იმდენად არაფრის მთქმელი არ, მე მიყვარს თქმა, მე რაღაცას ვხედავ, რაც მეუბნება, იმას არ ვიქვა. ეს იყო ყოველთვის გაუგებარი, ხო? და ანუ ესეთ გამოფენაზე წავიდეთ ვისიამოვნოთ, ყოველთვის ის იყო ჩემს რომ რა გინდა, ხო? რეალურად რა გაიგე. მაგრამ წიგნის შემდეგ უკვე ხვდები ნელ-ნელა რომ ამ ადამიანმა გაანაწილა სივრცე ისე, როგორც თვითონ უნდოდა, რომ შენ მერე რაღაცა განცდა დაგბადებოდა. ანუ თვითონ თვლის, რომ ნახატზე ყურების დროს და ეს მოძრაობა რაც არის, ხო? ნახეთ, შენი სულიერი მოძრაობა თუ გინდათ ასე დაარქვით, თლიანად შენი სხეული მინდობილია ახლა ნახატს. ეხლა ცუდი ხარისხია განათება მესმის, მაგრამ სახში ჩადეთ შეეცადეთ უყუროთ. როცა იცი რომ ეხლა ეს ლურჯ ფერს რომ გარშემო აქვს ყვითელი, ძალიან კონკრეტულად დახატა კანდინსკიმ ეს. იმიტომ რომ იცის რომ შენი მზერა როგორც კი მივა ამ ლურჯ წერტილამდე, აუცილებლად გადახვალ მერე გვერდზე, სადაც ეს პატარა რკალებია და აუყვები იმ ხაზს. ანუ გამოძრავებს რეალურად, იმიტომ რომ ზუსტად იცის ეს ხაზი სად მიგიყვანს, ზუსტად იცის რატომ უნდა დაგისვას იქ მწვანე ფერი, რომ დაგასტოპოს და გამოუხვიო აქეთ და ასე შემდეგ. ანუ ნახატში მთლიანად ქმნის მოძრაობას. დავით, დაახლოებით. სად მიგიყვანს ეს მოძრაობა? ეგაცი. მაგრამ მაგაზე უნდა ვიმსჯელოთ აუცილებლად. რა არის მნიშვნელოვანი კანდინსკისთან, რომ ის ქადაგებს თავისუფლებას, აბსოლუტურ თავისუფლებას და ის ამბობს, რომ არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს მხატვარსა და იმ ფორმას შორის, რაც მან უნდა რომ აირჩიოს, რომ შექმნას ნახატი. ანუ აქ როგორც იყო, უშნო არაფერი არ არსებობს. მოუნდა მხატვარს რომ მიაჭედოს სკუნსი კუდით, ადგეს და მიაჭედოს. თუ ეს მისი შინაგანი აუცილებლობიდან გამომდინარეობს, მას აქვს ეს თავისუფლება, იმიტომ რომ ფორმებს ირჩევს მხოლოდ მხატვარი. როგორც კი ფორმების შერჩევაში ჩაერევა სხვა, ის უკვე აღარ არის, ვთქვათ, შინაგანი აუცილებლობიდან, არამედ არის, ვთქვათ, გარეგნულ რაღაც ფორმაში ჩამჯდარი, ხო? კაი. ეხლა მესამე ავტორი, დანტო, კრიტიკოსი, აგეთმე, ანუ არ გარდაცვლილა, ამიტომ არ ვიცი ეს ტირე როგორ დამეტოვებინა, ამიტომ ესეთი ესა მივაგეთ მაინც პატივია, ხო, მის სიცოცხლეს. და მოკლედ, ვინ არის ეს არტურ დანტო? კრიტიკოსი არის აგრეთვე, რომელიც უკვე საუბრობს, უკვე გადახედა ამ იმას, რა ქვია, აბსტრაქტული ხელოვნების განვითარებას, უყურებს მე-20 საუკუნის განვითარებას და ის იწყებს საუბარს ისტორიის დასასრულზე. ჰეგელიანელია, ფილოსოფიით ჰეგელიანელია და ის რაღაცა უშვებს, რომ ისტორია დასრულდა. ეხლა პოსტისტორიული პერიოდი იწყება, რომელიც ძალიან კონკრეტულ რაღაცას გულისხმობს, ხო? მე პოსტისტორიულ ხელოვნებაზე ვფიქრობ, როგორც ხელოვნებაზე, რომელიც შეიქმნა პირობებში, რომელსაც განსაზღვრავდი ტერმინით ობიექტური პლურალიზმი და მასში ვგულისხმობ, რომ მხატვრობისთვის მანდატის მქონე ისტორიულად განსაზღვრული მიმართულებები არ არსებობს. ეხლა დანტოს ერთი ამბავი მოყავს და ძალიან საინტერესოდ აღწერს და ამბობს, ასახელებს იმას, რას უწოდებს ის თანამედროვე ხელოვნებას და როგორი უნდა იყოს ის. შეხედეთ, ერთი გერმანელი მხატვარი მოგზაურობდა იტალიაში, გადახედა რაღაცა თავის მეგობართან ერთად, გადახედა მზის ჩასვლას და უცებ ისაქნა, რა ქვია, რა ლამაზიაო აღნიშნა და მხატვარი ემება, ხო, ძალიან ლამაზი არისო და ძალიან სამწუხარო არის, რომ ამას ვეღარ დახატავა. და უცეფო ეს გერმანელი მხატვარი თავის ამ წერილში აღწერს, უცეფო მივხვდიო, რომ რას მეუნება ესო, რას ქვია ვერ დავხატავა. ანუ რატო ვერ დავხატავ? და ჩემი პასუხი იყო ერთგვარი ეს პროტესტული, რომ ისა მე ყველაფერის დახატვა შემიძლია. ხო? და სწორედ ეს არის ის, რაც არის ეს პოსტი. არანაირი, ნახეთ, განსაზღვრული მიმართულება არ არსებობს. რას ქვია, რომ დღეს უკვე აბსტრაქცია არის მოდაში, სიტყვაზე რა. დღეს ახლა ვინღა ხატავს ცხენს. აი ეს არის თანამედროვე ხელოვნების პასუხი. თუ მინდა, ხო,
დავხატავ ცხენს. რას ქვია, ვინ გახატავს ცხენს და მილიარდი ადამიანი ვარ და ყველა კუბიკები და ისინი დავხატავთ, ანუ რა ვინ მისაზღვრავს მე ამას. და სუსუ ანუ კანდისკისთვის მაინც აბსტრაქცია იყო ბოლო ისა ხო პიკი ერთგვარი, როდესაც ის ამას აი როდესაც ჩვენ გამთავისუფლდებით გარეგნული ფორმებისგან, მერე დადგება თავისუფლება და ის იქნება ჭეშმარიტ ხელოვნება. მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ, რომ აბსტრაქცია არის პიკი და ყველაფერი დანარჩენი არაფერი ხელოვნება აღარ არის, ხო? ანუ თანამედროვე ხელოვანი როგორ ქმნის, ვინ უზღუდავს მას, ვინ უწესებს ჩარჩოებს. და პასუხი დანტოსთვის არის, რომ არავინ ეგეთი აღარ არსებობს უკვე. აღარავის აღარ შეუძლია გითხრას, რომ შენ არ შეგიძლია დახატო კანდინსკის ნაირად, ან არ შეგიძლია დახატო, რა ვიცი, კუნთებიანი კაცები, ქალები და ვიღაცები, ხო? კუბიდონები. ჩემი თვალსაზრისით, აბსტრაქცია შესაძლებლობა უფროა, ვიდრე აუცილებლობა, სადაც უფრო დაშვებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე სავალდებულოსთან. ჩემი აზრით, ხატრობის სამყარო, როგორადაც მე მას ვხედავ და ვფიქრობ, რომ თვითონაც ასე ხედავს ის თავის თავს, არის შესაძლებლობებისა და ტევადობის ველი, სადაც არაფერია აუცილებელი და არაფერია სავალდებულო. ეს არის ფორმულა, სწორედ. რატომ? შეხედეთ, არანაირი აუცილებლობა და არანაირი სავალდებულება არ არსებობს ხელოვნებაში. ეს არის ველი და კანდისკი გრინბერგი დანტო, სწორედ დაიცა. დანტო ამბობს, რომ აბსტრაქცია თვითონ კი არ არის რაღაცა, ესე იგი, როგორ ამბობს, აუცილებლობა, ხო? არამედ არის ჩარჩო. ეხლა რას გულისხმობს ეს ჩარჩო დაიმახსოვრეთ ისეთ ცნება და მე გავხსნათ. ობიექტური პლურალიზმი ჩემი აზრით მაინც ის არის, როცა ირგვლივ არსებული ისტორიული შესაძლებლობებიდან არ არის ის სიტუაცია, როცა ერთი უფრო ჭეშმარიტია ვიდრე მეორე. და აქ უნდა ნელ-ნელა დავიძრათ ხელოვნებიდან აქეთ რა არის ჭეშმარიტება. და სწორედ ეს არის ის, რაც იყო ხელოვნების ისტორია მანამდე და დღეს სად ვიმყოფებით დღეს. ყოველთვის იყო ხელოვნების ისტორიაში ვიღაც, რომელიც იტყოდა, რომ ეს არის ჭეშმარიტი მხატვრობა. ეს არ არის ჭეშმარიტი მხატვრობა, დავწვათ, ხო? ყოველთვის იყო ეს. კანდისკისთვისაც თვითონ როგორც ნაშრომში ნახავთ, აი აბსტრაქციონიზმი არის ის ჭეშმარიტი მხატვრობა, რომელიც ძალიან კარგი არის, ხო? თუმცა ნუ რა თქმა უნდა აღიარებს წარსული დროის მიერ შექმნილ რაღაც მხატვრობებს, ხო? მაგრამ დღესდღეობით აღარ არსებობს ერთი ჭეშმარიტება, რომელიც დაიქვემდებარებს ყველა დანარჩენ ჭეშმარიტებებს თავის თავს. ანუ ის იქნება უფრო ძლიერი ჭეშმარიტება და ყველაფერი დანარჩენი იქნება ნაკლებად ჭეშმარიტი. ანუ უბრალოდ არ იქნება ჭეშმარიტი. იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ ერთ ჭეშმარიტებას ავიღებთ როგორც ჭეშმარიტებას, ავტომატურად გულისხმობს ეს იმას, რომ ორი ჭეშმარიტების, უბრალოდ მეტი ჭეშმარიტების ადგილი ამ ველში აღარ იქნება. როგორც კი ამას გავაკეთებ, ჩვეულებრივი მიდიხარ ფაშიზმამდე, ხო? როდესაც ამბობ, რომ ეს ჭეშმარიტებას უკვე ხელოვნებასაც უკავშირდება, ხო? ანუ აქეთა სამყაროსაც და ხელოვნების სამყაროსაც. ანუ თუ ჩვენ ვიტყვით მხატვარზე, რომ მას არ შეუძლია ხატოს ცხენები, ჯერთი მე მეკითხება, ხო? ანუ მე ვინა ვარ, რომ ვუსაზღვრავს სხვას, ხო? რატომ? მოდიდან გადავიდა, თუ რა კრიტერიუმებით საზღვაო, რომ ცხენი აღარ არის სახატი, ხო? ცხენი სანამ არსებობს, ყოველთვის გაჩნდება ადამიანი, რომელსაც მოუნდება ძალიან ცხენის დახატვა. რას ქვია ის ჭეშმარიტებები, რომელიც იყო ადრე განსაზღვრელი, უბრალოდ აღარ არის, ეხა ადამიანი არის თავისუფალი. ამ შემთხვევაში საუბარი არის ხელოვნების გათავისუფლებაზე, ხო? მაგრამ სამყარო, რაც ჩვენ აქეთ ვხედავთ, არის ზუსტად იგივენაირად მოწყობილი, საბოლოო ჯამში. ანუ აბსტრაქტული ხელოვნება ესაა ჩარჩო ობიექტური პლურალიზმისათვის. პლურალიზმი დაიმახსოვრეთ, ჩარჩო დაიმახსოვრეთ. ეხა ზოგადად ადამიანის თავისუფლებას რომ მივაქციოთ და გადმოვიდეთ ადამიანის თავისუფლებაზე. ხო, ანუ ეს იყო ჩვენი ამოცანა ხელოვნებაში რაღაცები დაგვენახა, იქ როგორ თავისუფლდება ხელოვანი, იქ რა ფორმულები არსებობს თავისუფლებისთვის და როგორ ვლინდება ის ადამიანთან, ხო? მაგალითად, ხელოვნებას უკვე ჩვენ იმის იქიდან გამომდინარე, რაც ეხა სავქენით მოვისმიეთ, ჩვენ შეგვიძლია დავსვათ შეკითხვები, ხო? და ეს შეკითხვები ესეთი არის, ხო? ანუ ლეონარდო და ვინჩი რა არის მხატვარი? ან რომელი არის მხატვარი, ხო? პიკასო, გამოქვაბულის მხატვარი, პიროსმანი, დალი მშრალი ხილის მხატვრობა, ჩემი მხატვრობა. პირობით, ხო? ანუ ვარ მე მხატვარი თუ დალია მხატვარი თუ ლეონარდო და ვინჩი მხატვარი. თუ საერთოდ რო დაფიქრდეთ, რა აქვს საერთო დალის და ლეონარდო და ვინჩის? ბატონო? ანუ ერთნაირად ხატავენ, ანუ ორივე ერთნაირი მხატვარი არის, თუ რა ერთიანეთ მათ, ხო? ორივე მხატვარია, კი, მაგრამ აი მეც ვხატავ რა. ორივე ხმარობს ფერს და ფორმას ოსტატურად, ისე როგორც მას არ შეუძლია. რა აქვს პიკა, ანუ დალის და ლეონარდო და ვინჩის საერთო კანდინსკისთან? გამოხატვის თავისუფლება საერთო დალის კანდინსკისთან და ლეონარდო და ვინჩის უსაფრთხო ოსტატობა და ტექნიკური. ზუსტად აი ახლა როგორც ჩვენ კლასიფიკაციებს ვაკეთებთ, რომ გამოხატვის თავისუფლება აქვთ, შეუძლებელია ის არ გაგახსენდეს ფილმი
აკია. მკვდარი პოეტების საზოგადოება გააქვთ, ნანახო. პირველ გაკვეთილზე რო შედის მასწავლებელი და პოეზიას გადიან და პირველ გვერდზე რო გადაშლის, იქ არის დიაგრამა წარმოდგენილი. და ამასვე ბაირონის და არ ვიცი მე ვიღაცისა ბოდლერი, რომელი უფრო დიდი მხატვარია და იქ არის ესეთი ისა დიაგრამა, ხო? გზნედი, როგორ ქვია მათ? გზედგანედი ისა გლობუსი არა. ხო და აფსისა, მოკლედ, ამ ხაზზე წერია რომ რაღაცა ოსტატური გამოყენება სიტყვის და ამ ხაზზე წერია სიღრმე აზრის. და შემდეგ ამას კლასიფიკაციას აკეთებ და ამბობ რომ შოთა რუსთაველი იმყოფება სადღაც ბაირონსა და შექსპირს შორის. მაგრამ რა კრიტერიუმები არის ეს რეალურად? ანუ ჩვენ რანაირად საზღვავთ? ვინ ვართ ეგ ცალკე საკითხი არის, მაგრამ ანუ რა ცოდნის საშუალებით ვანაწილებთ ჩვენ ხელოვანებს, რომელთაც იდეაში შეიძლება ერთ ველზე არც მოვიაზროთ არასდროს. ხო? მაგალითად, თუ მე გავაკეთებ 90-იანების გამოფენას, არც ერთი აქ ჩამოთვლითაგანი არ მოხდება იმ გამოფენაში. იმიტომ კი არა რომ ცუდები არიან, უბრალოდ ჩემი კრიტერიუმი არის. ანუ ჩვენი ჭეშმარიტების ველები რაც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენ თვითონ შევქმნით იმ ჩარჩოს, სადაც მოვათავსებ დალის, პიკასოს, გამოქვაბულის მხატვარს და ვიტყვით რომ აი, გამოვეცი წიგნი, სადაც ხატია დიდი ოსტატები. თუ მინდა ამას არ გავაკეთებ. ხვდები? მაგრამ აუცილებლობით, როგორც ბუნებაში მზე რო ამოდის და შუქი რო ნათდება, ხო? თუ გარემო რო ნათდება, ეგეთი აუცილებლობა არ არსებობს ანუ თქვა ლეონარდო და ვინჩისა და პიკასოს შორის აუცილებლობით არსებული კავშირის შესახებ. ბუნების კანონით ისინი არ არიან დაკავშირებული, ხო? ისინი არიან ჩვენს მიერ დაკავშირებული. საბოლოო ჯამში. მომინდება დავაკავშირებ, მომინდება არ დავაკავშირებ. ისევ და ისე. ხო? ან რა არის მუსიკა, მაგალითად, ხო? ჯაზი, როკი, საგალობელი, კლასიკა, ხალხური მუსიკა, ჩემი ღიღინი. პირობითად, ისე და ისე. რო ღიღინებ მე. ცუდად ღიღინებ? ჯერ თქვენ არიცით მე როგორ ღიღინებ. ძალიან კარგად ღიღინებ, მაგრამ მაგას რო თავი დაანებოთ, ანუ რა განსაზღვრავს ეხა? აი როკი, იმიტომ რომ სინამდვილეში რო დააკვირდეთ, ხო? ჩვენ რაც მოგწონს დიდ ადამიანებში, აი მაგალითად რო წარმოიდგინოთ ლენონის აღმოაჩინეს ლენონის ღიღინი, კასეტა. ნუ ხო ხდებით რომ ჩვენ ყველანი მოусმენთ ამ ლენონის ღიღინის კასეტას, იმიტომ რომ ლენონი ღიღინებს, მე რა ვერ გავიგე. ხო, ანუ უსამართლობა არის, ყველაფერს თავი დავანებოთ, რა, იმიტომ რომ არ მესმის, მოკლედ ძალიან უკმაყოფილო ვარ, მაგრამ არ უშავს. მაქვს თქვენი გამხნევების იმედი. რაც შეეხება ისე მუსიკას, ზუსტად იგივე სიტუაციაში ვიმყოფებით ახლა. რა აქვს საერთო და არ შეიძლება რომ ეს არ გავაკეთო. ანუ კეიჯის შესახებ 2 წუთი ზუსტად ვიდეო რო არ ვნახოთ, იქნება კატასტროფა. საქვეყნო მასშტაბის ჯონი კეიჯი იყო ხელოვანი, მუსიკოსი. ეხლა რასაც ჩვენ ნახავთ და მოვისმენთ, ხო? რა ქვია, ოღონდ ხო არ გახსოვთ? 4:11 თუ 33. ხო? ეს რაც არის, ამას ქვია ხელოვნების ქმნილება, ამას ქვია მუსიკა. მაგრამ ზუსტად იმდენადვე ქვია ამას მუსიკა, რამდენადაც ჩვენ დავუშვებთ, ჩვენ ამას ჩავსვავთ ჩარჩოში, რომ ეს არის მუსიკა, მაგრამ სინამდვილეში აქ უფრო საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. თლიანად ამ ნაშრომს არ მოусმენთ, თავს არ მოგაბესებთ, მაგრამ Please welcome our soloist, William Marx. ეს შემსრულებელი არის ეს William Marx. ანუ ეხლა თქვენ 4:33 ქვია ამ კომპოზიციას, მაგრამ 4 და 33 წამი სიჩუმე არის. ანუ თუ შეამჩნიეთ, დაკეტილი იყო, მე გახსნა, ეხლა კიდე დაკეტა, ნუ ასე აკეთებს 4 და 33-ის განმავლობაში. გამექცა უკაცრავად. დამთავრება არის კულმინაცია აქვს ძალიან ლამაზი და ყველა კმაყოფილია. გადარეულია ხალხი. ძალიან კარგი რაღაცა, მართლა ძალიან კარგი რაღაცა არის, მაგრამ რას ამბობს მაგალითად სიჩუმეზე ჯონი კეიჯი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეესწრები?
ვერაფერსაც ვერ თარგმნი, იმიტომ რომ ხმა არ არის, ხო? ჯონი კეიჯი ამ თავის ინტერვიუში ამბობს ეს რაღაცას, რომ მე მიყვარს ხმა. მე არ მჭირდება მელოდია, როგორც რაღაც ამბავის თხრობა, იმიტომ რომ მე არ მჭირდება სხვისი მოთხრობილი ამბავი, მე მიყვარს ხმა და მე თვითონ ხმას, ნებისმიერი ხმა მიყვარს. და ყველაზე კარგი მუსიკა ჩემთვის, კეიჯი ამბობს, რომ ეს არის, რა ქვია, საცობი. საცობი, როდესაც შენ დგეხარ ქალაქში და უსმენ ხმას. იმიტომ რომ ამას უყვარს ძალიან ხმა. და ამ საცობის არსი რა არის, რომ ეს არის განუმეორებელი მუსიკა. თუ შენ საცობის ხმას აღიქვალ, საცობში არის, ანუ პიპი, გინება, 1000 რაღაცა, ხო, გამონაბოლქვი, ჩიტები, ასე შემდეგ. ამ ყველაფერს თუ შენ დააკავშირებ ერთ მელოდიად და ამას დაარქმევ შენ მელოდია, შენ შეიძლება სიამონება მიიღო, იმიტომ რომ ხმები გიყვარს, ხო, საერთოდ. და რაც თავარია, ეს არასდროს არ განმეორდება. ზუსტად ერთნაირი საცობის ხმა არ არსებობს არსად. მაშინ როცა შენ შეგიძლია თქვა სხვა რაღაცა საკნა და გაამეორო ვიღაცას დააკრევინო იგივე მელოდია და ეს არის განუმეორებელი მუსიკა. ხვდებით? მაგრამ ნიშნულოვანი რა არის კეიჯში, ხმასთან მიმართებაში ზუსტად იგივე საკეთებს. ოღონდ ძალიან დიდი დრო არის გასული კეიჯსა და კანდინსკის შორის და ეს ძალიან საინტერესო არის. კეიჯის არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, რა ქვია, Waterwalk, ხო? აი აქ ჩვენ ხედავთ რას უშვება კეიჯი ხმას, რომ მე გავაიგივოთ იმასთან რას უშვება კანდინსკი ფერს და ფორმას. იმიტომ ზუსტად იგივე საკეთებს. ფაქტიურად ოღონდ აქ. ხმასთან ისე პრობლემა გვაქვს, მაგრამ ნუ ეხა ეს არის მუსიკა. არის მის ეხა წესიათ, მაგრამ ნუ ამას აკეთებს რა. რაღაცა ორთქლი გამოუშვა. ნული. იხვი დააჭყაპო, ან მოკლედ ამას აკეთებს, ყვავილები ჩადგა იქა დაასხა თავზე. ანუ შეგიძლიათ ეს წესიერ ხმას იმას წესიერ როცა მოხდებით ინტერნეტთან ეს ნახოთ, მაგრამ საინტერესო რა არის, რომ რასაც აკეთებს ახლა კეიჯი, არის ზუსტად იმ ჩარჩოს გაფართოება მაქსიმალურ დონეზე, ამაზე მეტი თქვენ მუსიკას სხვაგან ვეღარ ნახავთ მუსიკის საზღვრებს. ეს არის მაქსიმალური საზღვარი. იმიტომ რომ მაგალითად, კანდინსკი ამბობს ეს რაღაცას. ყურადღება გაქცეული. კანდინსკი ამბობს ეს რაღაცას, რომ როდესაც ბეთჰოვენი პირველად უკრავდა თავის ერთ-ერთ ნაშრომს, ვიღაცამ წამოიძახა დარბაზში, რომ ესო გიჟი არისო რა, ესო გიჟი ბეთჰოვენს წარმოვიდგინეთ, ახლა ჩვენ გადმოსახედიდან ის როგორი გიჟი იყო, მაგრამ ნუ წამოხდა და კრიტიკო, ესო რას აკეთებსო? ეხლა წამოვა, არ ვიცი, მუსიკალწოდნე, რომელი ნოტი არის, რა ვიცი, ი არის მი. ხო, ნუ მიო და კიდე მის უკრავსო, ესო რას აკეთებსო? მი როგორ შეიძლება უკვე ორჯერ და ამანო მგონი მის მეტი არაფერი არ იცისო რა და ჰა მოკტა დარბაზის სიცილი ყველა გადარეული იყო, მაგრამ რატო? იმიტომ რომ მანამდე მის ამდენჯერ, ანუ ამ ნოტს არ ხმარობდნენ კომპოზიციებში მუსიკოსები. ბეთჰოვენი მოვიდა და ჩათვალა საჭიროდ რომ მი აუცილებლად უნდა იყოს ამდენი და არა მეტი ან ნაკლები. მოცარტის კინოფილმი გაიხსენეთ, ხო, ეგეც ისტორიული იმაზეა დაფუძნებული, როდესაც თავისი ერთ-ერთი ნაშრომის შემდეგ ის ვინც არის ვინ იყო მაშინ ერცგერცოგი თუ გრაფი თუ მეფე მივიდა და უთხრა ესეთი ისა რომ ისო რაღაცაო არ მომეწონაო რაღაცაო არ გასწოდ ეგ ეპიზოდი და რა არ მოგეწონაო მოწონაო ძალიან ბევრი ნოტი არის ხო ნუ უცნაური კრიტიკა არის და ეს პასუხობს რომ ზუსტად იმდენი ნოტი იყო რამდენიც საჭირო იყო რას ქვია მეტი ნოტი ცოტა ამოიღეთ ნოტი ხო ხა როგორი არის ხო ტექსტი რომ ამოიღე 1-2 აბზაცი ხო არ გამოდის მას ანუ მოცარტი გრძნობს რომ ნამდენი ნოტია საჭირო ვიღაცისთვის ეს არის ბევრი ნოტი ბეთჰოვენი გრძნობს რომ მი უნდა ჩასვას ვიღაცისთვის ეს არის ზედმეტი ხვდებით მაგრამ სწორედ იმით რომ ბეთჰოვენმა მიჩასვა სწორედ იმით რომ მოცარტმა თავის დროზე კიდე გაწელა ანუ არსებობდა რაღაცა თავისუფლებები ფორმაში მოდიან დიდი პიროვნებები და ამ თავისუფლებას ზრდიან ჩარჩოებს შესაბამისად შემდეგი ადამიანი რომელიც მის აღება მოუნდა ანუ შეიძლება მანამდეც არსებობდნენ ადამიანები რომელსაც უნდათ რომ მიაიღოთ იმდენჯერ ხო ან მოცარტივით ბევრი ნოტიანი ის დაეწერათ რაღაც მაგრამ ვერ ბედავდნენ ამას მაგრამ მოცარტმა გააკეთა და შექმნა სივრცე ანუ ჩარჩო გაზარდა თავისუფლების რეალურად იმიტომ რომ სხვა მომდენო ადამიანი უკვე თავისუფლად დაუკრავს მის ანუ ნაკლებად გაბედული მაგრამ მაინც შემოქმედი ადამიანი დაუკრავს ამ მის აიღებს ამ ნოტს მოცარტივით დაწერს სხვა რაღაცას იმიტომ რომ უკვე ვიღაცამ ჩარჩო გაზარდა თავისუფლების ეს ჩარჩო მუდმივად იზრდებოდა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ხო ჩაცმულობა აიღეთ მაგალითად ჩვენი საუკუნე ჩვენი გარდასული საუკუნე მაგემახსოვრებათ თქვენ მე-20 საუკუნის ბოლო ძალიან უცნაური ან ბოლო არ მთელი მე-20 საუკუნე ძალიან ვითარდებოდა ამ მიმართულებით ხო მაგალითად ჩაცმულობა რო აიღოთ და ზუსტად იგივე რაღაც არის ჩაცმულობა იყო კარგი ეს კოსტიუმი თუ რა ხო ანუ ეს უნდა გეცვას კარგი არის ეს
დღეს შეიძლება ვინმე რამე მითხრას, რამეზე ეს უნდა ეცვას თუ არ უნდა ეცვას ადამიანს. აბა, რომელი იყო? ხო. სულ ამბობს, ყველა აკრიტიკებს ერთმანეთს. ყველა ამბობს, აი რაღაც სულად გამოიყურები, არა ეკარგიფდება. კი, თუ არ უხდება ადამიანს, კი უნდა უთხრა. ეხლა ეგ ელემენტარული ზრუნვა არის ერთმანეთს, მაგრამ რაზე არის საუბარი? შეხედე, მე ხვალ წავედი მაღაზიაში, მომიდა შლაქსები. შლაქსი არის ესეთი შარვალი, რომელიც ბოლოში ფართოვდება. ნუ ერთ პერიოდია თმები თუ გაქვს ნანახი ხო დარბის ყველა შლაქსებით. ანუ რაღაცა ეპოქისთვის ეს იყო სულისკვეთება. დღეს ახლა შლაქსები უჩავის, რომ არავინ არ მეტყვის, რომ შენ რევოლუციონერი ხარ თუ ყოჩახ შენ როგორ ჩაის. ანუ ჩემი ერთ-ერთი გისმე? შარვალის გარეშე გამოყვიდე. შარვალის გარეშე გამოსვლა როგორი ჩაცმა არის. ანუ მე თქვი ჩაცმის პროცესზე თუ გახდაზე ვისაუბრ, მე გახდაზე ვისაუბრ. არ ამგონია შარვალის გარეშე გამოსვლა იყოს რა ვიცი, გამოდით რა გავაკეთო. ხო, ანუ მე ხო ვერ შეგზღუდავ, გამოდით, მობძანეთ. მაგაზე მივალთ. ბატონო? შვიდივე ფერი კონდი იქ შარვალზე. იყოს. კი, მე რა. ანუ ეხლა ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. კანდინსკი რომ ამას წერს 1911 წელს, 10, 11, 12 წლებში, 14-ში, 25-ში რომ ამას აკრიტიკებენ 30-ში, მე იქ რომ ვიღაცებს ურტყავენ, მე თქვენ ახლა რასაც ამბობთ, ხო? ქონდა ჩაცმული კონკრეტულ ადამიანს შვიდივე ფერის, ფორმის და ასე შემდეგ შარვალი. და მაგრა ცემეს. და სწორედ იმის გამო რომ ის ცემეს 1972 წელს დღეს უკვე იმ სამყაროში სადაც ის უკვე ერთხელ ცემეს, ყველას შეუძლია იაროს მაგ შარვალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვინ გაგვიფართოვა თავისუფლება ისე, რომ ჩვენ ვაკეთოთ თამამად რაღაცეები. ჩვენი ისტორია რო ავიღოთ, ვინ გაწელა ჩვენი თავისუფლება მაქსიმალურ დონეზე, იმიტომ რომ კეიჯი დააკვირდით. შეხედე რას აკეთებს კეიჯი? ამის მერე ჩიჟი-პიჟი, ტრალივალი და ყველაფერი დანარჩენი, რაც ჩემთვის არის არა მუსიკა, არის მუსიკა, იმიტომ რომ თუ ეს არის მუსიკა, ჭხილ პიპი და ისინი, ხო, თუ ეს არის მუსიკა, მაშინ ყველაფერი დანარჩენი მუსიკა არის. ხვდებით, ამის იქით საზღვარი აღარ არსებობს. თუ სიჩუმე არის მუსიკა, თუ ხმაური არის მუსიკა, მაშინ ნებისმიერი სხვა დანარჩენი არის მუსიკა. კეიჯისნაირმა ტიპებმა გაწელეს თავისუფლება მაქსიმალურად მუსიკაში, კანდინსკისნაირმა და აბსტრაქციონისტებმა მაგალითად ჩვენ ისე რომ დაუბრუნდეთ ამას, სად არის? პოლაკი უნდა ისა. ოხ. რომელიც არ ამაქვს, მაგრამ უცებ ისა, ხო? არ დავწერე? ხატრობას რო დაუბრუნდეთ, კანდინსკიზე უფრო დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, ანუ რაღაცა გაგებით, ეხა განახებთ. არ ვიცით იცით თუ არა, მისი ნახატები? რაღაც არასწორად მიწერია? კი. ეს არის ამერიკელი მხატვარი. ხო? და ხატავს ამ ნახატს. სამწუხაროა რომ ესე არ შემიძლია რომ წესიერ გაჩვენოთ. ნახეთ. რა არის ეხა ეს? ამის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ სახში როგორ ხატავს მხატვარი ამას. ანუ გაშლილი აქვს, ანუ ბევრი რაღაც მეთოდები, ან გაშლილი აქვს დიდი ტილო და დარბის ზემოდან აწუწებს, ასხავს ზემოდან, ჩაყოფს ხელს და ფუნჩში ასხავს, ყველაფერს აკეთებს შესაძლებელს რა. ესეც არის განუმეორებელი მუსიკა, ესე რომ წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ამის ასლს შენ ვერ გააკეთებ. შენ შეიძლება ტექნიკურად დაამუყო, მაგრამ ამის ასლს იდეაში მეც გავაკეთებ. იმიტომ რომ ადგები გადაული უბრალოდ ტილოს ისევ რაღაცებს მივასხავ, მოსხავ, ფერებს შევარჩევ და ვიტყვი რომ ანუ რა. ხო ეს არის, მაგრამ მისი გამორჩეულობა რაში მდგომარეობს, რომ სწორედ პოლოკმა თავის დროზე გააკეთა ის კანდინსკიზე წინ რატომ არის, იმიტომ რომ კანდინსკის ჯერ კიდევ აქვს ფორმები რაღაცა დონეზე მაინც შენარჩუნებული. ის მაინც იყენებს ფორმებს. გვას, ხას, ასე შემდეგ. აქ უკვე აღარაფერი აღარ არსებობს. აქ უკვე არანაირი საზღვარი არსებობს და ჩდება მარტივი შეკითხვა. თუ ეს არის ნახატი, ხო? მაშინ ის კიჩი, რასაც საუბრობდა გრინბერგი, ხო, ნახატი და ნახატი არის რა საბოლოო ჯამში. ანუ გრინბერგი რასაც აკრიტიკებდა, რომ არსებობს კარგი ავანგარდი და ცუდი კიჩი, დღეს ჩვენ ისეთ სამყაროში ცხოვრობთ, სადაც პლურალიზმი არსებობს უკვე, სადაც კიჩიც არის, ავანგარდიც არის, ესეც არის, ყველაფერი არის ფაქტიურად. ერთადერთი რაც რჩება არის არჩევანი. ანუ აქ ებმება ყველაფერი ერთმანეთის თავისუფლებას. ანუ საბოლოო ჯამში მე როგორც სუბიექტი, როგორც მომხმარებელი ვირჩევ რისი მიმდევარი ვიყო, რა მომწონდეს და ამას გარდა თვითონ მხატვარი ირჩევს რა გააკეთოს. და ძალიან საინტერესო არის თქვენ თუ დააკვირდებით, მაგალითად თქვენ რა იყოთ სხვადასხვა მიმდინარეობის გაყოფა, ხო, როკი, პოპი, არ ვიცი მე რაღაც კიდე კანტრი და რაღაცები იყოფა, ხო? ანუ ჩვენ ვიცით ეს აღიარებული არის, რომ ნუ იყოფა, ეს სხვა არის, ეს სხვა არის, ეს ფერის იმათთვის, ეს ფერის ამათთვის. მაგრამ დიადი პიროვნებები, ასე ვთქვათ, ანუ ძალიან წარმატებული ხელოვანები, რაღაცა მომენტში აუცილებლად იკვეთებიან ხოლმე. მაგალითად მეტალიკა წერს მუსიკას კლასიკურ მუსიკის ანსამბლთან ერთად.
ხო? ან Lady Gaga წერს სიმღერას, ვიცი, ვისთან ერთად ჩაწერა, ვიღაცასთან, Elton John-თან ერთად პირობითად, ხო? ანუ არ არის ისე რომ ეს არის ცალკე, თქვათ პოპი რო აიღოთ, არის საშინელება ცალკე, ან თქვათ ისე ფრედი მერკური წერს ოპერის მომღერალთან ერთად სიმღერას, ხო? იმიტომ რომ წარმატებული ადამიანი მართლა კარგი ხელოვანი, რაც არ უნდა დარგი იყოს ეს, მაინც არის ხელოვანი, როგორც ასეთი, ხო? ბობ დილანი აიღეთ, ხო? არის ამერიკული სახალხო მუსიკა არის რა, იდეაში რომელიც მანამდე სიმღერებოდა ხოლმე, ხო? აი, მაკემბოლ და არაფერი, ხო? მაგრამ ინდონეზია აიყვანა მან ეს ხელოვნება, რომ დღეს ვიღაც ტიპებისთვის ბობ დილანი არის ბობ დილანი, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში რო დააკვირდეთ, ან ჩვეულებრივი ამერიკული სოფლის რანჩოს მუსიკა. ხო, ამეტებ რა თქმა უნდა, პირდაპირ, კარგია. ხო? მაგრამ ისევ და ისევ აქ. ანუ კეიჯი იღებს მაქსიმალურ ჩარჩოს ხმაში, პოლოკი იღებს მაქსიმალურ ჩარჩოს მხატვრობაში, იმიტომ რომ მე ძაღლი რო დავხატო, სულ ის ძაღლს მაინც დაემსგავსება და მაინც კარგი იქნება, ვიდრე ეს წინწკლები, ხო, საბოლოო ჯამში. ან ისე და ისე კვატის ჭიხმის ხო გირჩევნიათ რომ წესიერ ხარ სულ ის ავიღო გიტარა შემეშლება, მაგრამ მაინც უფრო მოგეწონებათ ვიდრე კვატს რო აჭიხვინებდა ის, რა ქვია. კეიჯი, ხო, საბოლოო ჯამში. ანუ გამსაზღვრელი ეგ არ არის. ეს ადამიანები თვითონ არა მარტო ქმნიან ხელოვნებას, არამედ გიზრდიან თავისუფლებას და გაძლევენ მას. და იგივე გააკეთეს, რაც ამათმა გააკეთეს ხელოვნებაში, აქ ჩვენ ვისაუბრეთ რა არის ხელოვნება და ჩდება შეკითხვა რა არის ადამიანი. თუ ჩვენ აქამდე ანუ მაგალითად კანდინსკიმდე და მანამდე ვიღაცები გაგცემდნენ პასუხს რა არის ადამიანი ამ შეკითხვაზე და გეტყოდნენ ადამიანი ეს არის რაღაცა ევროპელი ამადამ ასაკის მქონე ესე და ეს ტიპი რომელიც აზრობს წაკითხული აქვს წიგნი აუცილებლად არის თეთრკანიანი და ასე შემდეგ ჰეტეროსექსუალი ხო ჩამოგიქმნენ პირდაპირ გეტყოდნენ რა არის ადამიანი ისე როგორც მხატვრობაზე გეტყოდნენ რომ აი ეს არის მხატვრობა ეს არ არის მხატვრობა ეგრე გეუბნებოდნენ ადამიანზე ამის მაგალითად რომ ეს ესე იყო არის მაგალითად ამერიკის თქვათ ამ საუკუნის ისე და ისე მიდგომი როცა ტიპს ეუბნებიან რომ შენ არ ახარ ადამიანი და უნივერსიტეტში ვერ ისწავლე შენ არ ახარ ადამიანი და წყალს ვერ დავლე ან ნაციონალ სოციალიზმი ხო ისე და ისე როცა შენ სისტემამ გითხრა რომ ეს არ არის ადამიანი ხო ებრაელები ვიღაცები პატარა ჯგუფები კიდე ვიღაცები ესენი არ არიან ადამიანები ან მაგალითად საბჭოთა კავშირი ზუსტად იგივე რაღაც მოხდა ხო ან თქვენ საბჭოთა ადამიანი და არა ადამიანი არა ადამიანობა სწორედ ის არის ანუ მეტი კი არაფერი არის თუმცა იღებ კონკრეტულ ტიპის ადამიანს და ამაზე რომ ის არ არის ადამიანი მეტი არაფერი ხო და ზუსტად იგივე რაც მოხდა ხელოვნებაში ხდება თანამედროვეობაში აქეთ ამ ხარესაც ანუ უკვე ადამიანის კონცეფცია წესით და რიგით უნდა იყოს მაქსიმალურად ბოლომდე მიტანილი მაგალითად მარტინ ლუთერ კინგმა ხო თავის დროზე როდესაც ჩავკანიანების ის დაიცვა უფლებები და აიყვან დღეს მოგცა შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ თანასწორობაზე ხო რომ ყველა ადამიანი არის იგივე ეხება ქალებს მაგალითად ხო ეხლა დღეს რო სამყაროში ცხოვრობთ ვიღაცა ქალებმა კონკრეტულად თავის სხეულზე გადაიტანეს ის რომ ისინი არ იყვნენ ადამიანები და სწორედ იმიტომ რომ ისინი დაისაჯენ ან წავიდნენ წინააღმდეგ ან იბრძოლეს იმის გამო დღეს თქვენ ქალები დღეს უნივერსიტეტში ხერხართ და ასე შემდეგ ხო ანუ იდეაში ყოველთვის არის რაღაცა ჩარჩო იყო რაღაცა ჩარჩო და დღეს ადამიანს როგორც ასეც არ აქვს ჩარჩო თქვენ ვერ მეტყვით ერთ მახასიათებელს კონკრეტულს რომ აი ეს არის ადამიანი სხვა დანარჩენი არ არის ადამიანი ხო ამას ვერ იტყვით ანუ განაცხადეთ რომ ჩარჩოები არ არის ანუ ერთ ადამიანი მეორე მომგვრა მაინც ადამიანი მივალთ მაგამდე აუცილებლად, იმიტომ რომ ჯერჯერობით რასაც ვატყობ, ყველა შენიშვნა, ესე იგი ძალიან მართებული იყო და აუცილებლად პუნქტების მიხედვით უნდა გავცეთ ისა. ანუ, შეხედე როგორცაც თავისუფლება თვითონ არის ჩარჩო. ეხლა აქაც მოკლაზე ითქვა. თავისუფლება თვითონ არის ჩარჩო. ჩვენ თავისუფლება ყოველთვის გვესმის ხოლმე, რომ ჩემი თავისუფლება და მე ვიწყებ ქმედებას და მე იქ ვიღაც ტიპები არიან, რომლებიც ან მიშლიან, ან არ მიშლიან. სინამდვილეში თავისუფლება იმთავითვე სანამ მე ქმედებას დავიწყებ განპირობებულია იმით, რამდენად მაქვს დაშვებული სხვა ადამიანის თავისუფლება, როგორც ასეთის. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, როგორც თანასწორობაზე. თანასწორობის გარეშე მე ვერ ვიტყვი, რომ მე ვარ თავისუფალი. სხვა ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ პირველი, ადამიანი არ არსებობს მარტო, არასდროს. ის არასდროს ის აი მაუგლი რო წარმოვიდგინოთ, მაუგლი ადამიანი არ არის რაღაც გაგებით, იმიტომ რომ ის არასდროს ადამიანებთან ერთად არ ყოფილა. ის არის მაუგლი, ხო? კინო იმაში მულტფილმი ხო ნანახი გაქვთ? რო გამოდის და ცოლად რომ მოყავს ეგრე ვიღაცა ვერ მოიყვანდა იმას ცოლად, იმიტომ რომ ვერ დაელაპარაკებოდა. ხო, არა, სხვა არის რა, აბსოლუტურად. მაგრამ რობინზონ კრუზო, რომელიც მარტო არის, ის მარტო არის, მარტო იმიტომ, ჰაიდეგერი არის ეს ფილოსოფი, მარტოდ ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ კონცეპტუალურად, ანუ ჩემი არსობრივად, ხო, ადამიანი არის სხვასთან ერთად. მე ვარ სხვასთან ერთად და ხანდახან ვარ ხოლმე მარტო. ხვდები? ანუ აი ერთი თითო ადამიანები ყველანი მარტო ვართ და მე ვქვით საზოგადოებას კი არა, იმთავითვე ჩვენ ვართ ჩვენ და ამ ჩვენში მე ვარ ხოლმე მე.
და შესაბამისად, ჩემი თავისუფლება არა მარტო იწყება და მთავრდება ეს ფორმულა ყველა მიცის, რომ შეანჯღრიო კაცი ქუჩაში ყველა გეტყვის, რომ იქ მთავრდება რა იცის, რა ისმის ამის ქვეშ, ხო, რა არის რეალური არსი. არსი რა არის, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მე შემიძლია მე ვისაუბრო, რომ ჩემი თავისუფლების ჩარჩო ბალანსება იმით, რამდენად ვუშვებ მე სხვის თავისუფლებას. არა იმით, რამდენად ვაკეთებ მე თავისუფალ საქციელებს, არამედ სხვა რამდენად მოქმედეს. მაგალითად, მე შეიძლება საერთოდ არ გამოვიყენო ჩემი ანუ მე ის ვიყო, რა ქვია, როკი არ მომწონდეს, არც არანაირი ჭრელი შარვალი არ მეცვას, არც საყურე მეკეთოს, არც არაფერს არ ვაკეთებდე განსაკუთრებულს. ვიყო ჩვეულებრივი. მაგრამ ის რომ ჩემს გარშემო არიან ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც არიან განსხვავებულები, ეს მხდის მე თავისუფალს საბოლოო ჯამში. ხვდებით? ანუ მე მაინც თავისუფალი ვარ, მიუხედავად იმისა, ვაკეთებ თუ არა, იმიტომ რომ სხვა ადამიანისთვის ნებართვის დართვა, რომ ის არსებობდეს, ესეც არის აქტი, რომელიც არის თავისუფლების აქტი. საბოლოო ჯამში. ხვდებით? გისმენ? ამ გულისხმობ რომ თუმცა ერთ ადამიანი მეორე მოკლა ის დააფერებს თავისუფლება და ამით არის თავისუფალი. და ის მეორე ადამიანი თანახმდება და ის მისი თავისუფლება. კი. მე არ ამგონია რომ წინააღმდეგი ვიყო იმის რომ ვიღაცამ თუ თქვა რომ მომკალი და მეორე მოთხოვს რომ მე მოგკლავ და ორივემ რომ აისრულოს წადილი, რა თქმა უნდა იტყვი რომ მაგრამ საბოლოო ჯამში რა ანუ ეგრე სადომაზოხისტური სექსუალური ურთიერთობა აიღეთ, ხო? ადამიანს ურტყავს მათრახს, უყვარს მათრახს ურტყავენ წელზე და მეორეს უყვარს რომ ურტყავს მათრახს და მე ერთად არიან ოჯახში და არიან ბედნიერები. მე რასაკეთებ თქვენ მან ყლაშატყულში მესმის და ნუ ურტყავ, ნუ რა უნდა გავაკეთო, ხო? ანუ მე რა უფლება მაქვს? თუ ორი ადამიანის შორის მოხდა შეთანხმება, უკვე უფლება აღარ აქვს არანაირი, რა თქმა უნდა. მაგრამ სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თავისუფლება, თანასწორობა რას ნიშნავს, რომ თქვენ თქვით, რომ ისა შიშველი გამოსვლა, არსებობს რაღაცა, რაზეც ჩვენ შევთანხმდით. მაგალითად, არ შეიძლება შიშველი არ, იმიტომ რომ რავი, ხალხი და კონვენციები არსებობს, ხო, რაღაცაზე შევთანხმდით, იმის შიგნით არ შეიძლება. მაგალითად, სახელმწიფო არის ერთ-ერთი დიდი ჩარჩო. მით უფრო თავისუფალია მოქალაქე სახელმწიფოში, რაც უფრო მეტი საშუალება აქვს ადამიანს თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილებები. მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა ვდევნოთ სახელმწიფო საზოგადოებიდან, თქვათ, რომ ამ სფეროში არ ჩაერევს, მაინც არსებობს რაღაცა სფეროები, სადაც სახელმწიფო ჩარევა აუცილებელია. იმიტომ რომ სწორედ მაგიტომ, იმიტომ რომ თუ ადამიანი უწევს გადაწყვეტს, რომ გავიხადეთ ყველამ ხო ის მისი ნება, მაგრამ მაგალითად სახელმწიფო ზოგიერთ ქვეყანაში აძლევს უფლებას ადამიანს, თუ უნდა რომ შიშველი მიიღოს რაღაცა, რუჯი წავა და სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში რო ერთმანეთი არ შეაწუხონ ადამიანებმა. ხვდები? ანუ შეთანხმდით რაღაცაზე და გააკეთეთ. ნუ მოხვალ და თვალწინ ნუ დამიწყებს სიბრილეს. მეც ხო არ მოვალ და არ დაგიწყებ თვალწინ სიბრილეს, მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ შეთანხმება არსებობს, პრობლემა არ არის. ხვდები? ანუ ერთი არის რაც არის განსაზღვრელი, ძალადობა. ეს არ მიხსენებია და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალადობა არის აბსოლუტურად ყველაზე ბოლო ზღვარი, რის იქითაც უკვე ანუ ჩემი აზრით აღარანაირი თავისუფლება არ არსებობს. თუ აქვს ადგილი ძალადობას, ეს არის უბრალოდ დასასრული თავისუფლების, იმიტომ რომ თავისუფლება ამ გაგებით რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, მხოლოდ არის შეთანხმების საფუძველი. ჩვენ შევთანხმდით რომ შენ იყავი როგორც ხარ, მე შევთანხმდი რომ ვიქნები როგორც ვარ. როგორც კი ძალადობ ჩემზე, ან როგორც კი მე ვძალადობ ჩემზე, ეს უკვე აღარანაირი თავისუფლებაში არ ჯდება. საქართველოში ხშირად უყვართ ხოლმე თავისუფლების სახელით, მაგალითად ძალადობა, ხო? მე მაქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. კი ბატონო, გაქვს, მაგრამ დაფიქრდი კონკრეტულად რა კონტექსტში, რა სიტუაციაში და არის თუ არა თქვა ძალადობრივი, ის რასაც შენ აკეთებ. ესეც შეიძლება იყოს ძალადობრივი. მაგრამ ძალიან სათუთი არის ზღვარი. იმიტომ რომ როგორც კი ვინმე ინსტანცია, იქნება ეს სახელმწიფო, იქნება ეს ეკლესია, იქნება ეს თქვენ როგორც მოქალაქეები, აიღებს ვალდებულებას რაღაცა საკითხში მაინც ჩაერიოს და დაურეგულიროს ადამიანს საკუთარი თავისუფლება, ძალიან ძნელია ზღვარის გავლება იმის შემდეგ, რომ ის აღარ ჩაერიოს ყველა დანარჩენ მასში, თავისუფლების გადაწყვეტილების მიღებაში. იმიტომ რომ ერთხელ როცა ის მიიღებს შენს მაგივრად, რომ ეს უნდა გაკეთდეს, შენ ვეღარ გააკონტროლებ, იმიტომ რომ რო ეტყვი რომ ეხლა მე თვითონ რაღაც გადავწყვეტე, კიდე იმას გავაკეთებ, როგორც შეგზღუდა ერთხელ, ისე უნდა შეიზღუდო მეორჯერ, იმიტომ რომ უფლება აღარ გექნება რომ თქვა. ამიტომ საბოლოო ჯამში რაცაც აქ ანუ თავისუფლების ის გაგება, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობდით, ეს არის არაძალადობრივი პირველ რიგში, რომ მე ვაკეთებ მე თვითონ რაც მინდა და შენ ვუშვებ შენი არსებობის იმას, რა ქვია, შესაძლებლობას, ანუ მე გთავაზობ შენ სივრცეს რომ არსებობდე, ანუ არ შეგეხები და თქვენ თვითონ დაკვირდით ერთ რაღაცას. კონცეპტუალურად მიუღებლები არიან თუ არა როკერი და კლასიკური მუსიკის მოცეკვავე ერთმანეთისთვის. ანუ როკერმა რო დაუკრა მუსიკა, ის ებრძვის თუ არა კლასიკურ მუსიკას. ხელოვნების სფერო რო ავიღოთ.
ეს არის აბსურდი, რომ როკერები მომრავლდნენ, კლასიკური მუსიკა შევიწროვდა და ასე შემდეგ. ეს არის აბსურდი. იმიტომ რომ თუ შევიწროვდა, კი არა შევიწროვდა, უბრალოდ ცოტა ხალხი არის, უბრალოდ ნაკლებად ინდომებენ კლასიკური მუსიკოსები, რომ თავისი ხელოვნების პოპულარიზაცია გააკეთონ. როკერების რა ბრალი არის, ხო? მაგრამ ეხლა აქეთან ხარ რომ გადმოვიტანოთ. სხვისი თავისუფლება როგორ შეიძლება, ან თავისუფალი აქტი, ან ნებისმიერი აქტი როგორ შეიძლება იყოს ჩემი თავისუფლების შემზღუდველი. აი, რო დაფიქრეთ, ხო? მაგალითად. აი თქვათ, რა არის მორალი? მორალი ვინმე ინდივიდუალური და ინდივიდუალური არ შეიძლება თვითონ ბიოლოგიით დაუპირისპირდეს, ხოლო ჩემს თავისუფლებას უნდა თავისუფლება ან შეიძლება თქვარი გავუოთ, მასეზე უარყოფით დაგეკების პროცესს, ძალადობა და სხვა უშუალოდ. სხვა შემთხვევაში ეს მისი მორალი და თუ მე ამით ზიანს არ მაღნენებს. კი, ანუ თქვენ ახლა უფრო ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს ჩვენ ანუ დღეს ეხა როგორი ჭრელებიც ვართ, ხო? ესეთ ჭრელები არ ვიყავით რა. ანუ ჩვენ თავისუფლებაზე ზუსტად იგივე არგუმენტს რომ რანაირი თავისუფლებაა ეგ, ხო? მე მართლა მახსოვს დრო, როდესაც კეტი რო გაცვიათ, ხო? ეხა კეტები იყო რა სიმაშვები ტრიპაჩობ და რა თავისუფლების კი რა უკომპლექსობის კომპლექსი გჭირ შენ ეხა კეტებით რო და ეს რაღაცებს ამოვდნენ ხოლმე. იმიტომ რომ კონკრეტული საგნები, კონკრეტული ფორმები იყო კონკრეტული ჯგუფების გამოხატულების საშუალება. დღეს უკვე ძალიან ძნელი წარმოსადგენია ეს სამყარო, სადაც აი კეტი მაცვია და თავისუფალს თამაშობ, ამას არავინ აღარ გეტყვის. იმიტომ რომ რაღაცები ვაღიარეთ უკვე. ხვდები? ანუ მორალი რატომ არის რთული შესახების საკითხი? იმიტომ რომ როგორც კი მე ერთხელ ვიტყვი რომ ამ ტიპმა შეზღუდა ჩემი მორალი და ამიტომ ის უნდა დაისაჯოს. მორალი მაქვს ძალიან, ანუ მორალურად შემიძლია განსაჯო მილიარდი საკითხი. მე შემიძლია მორალურად მივუდგე სამედიცინო სფეროს, შემიძლია მორალურად მივუდგე კულტურის სფეროს. მაგალითად, რას ქვია ტექსტში, რომ მოვედი ღამე რაღაცა დილით შენს ბაღში ვღიღინებ, ღამით რას დარაჯობ. მამამ როგორ უნდა მოусმინოს ამ სიმღერას სიტყვაზე? მე აწუხებს ახლა თავის გოგოს როა, ხო? ამიტომ არ უნდა ვიმღეროთ მაგალითად. ესეც მაწუხებს. ანუ სად გადის ზღვარი, მართლა რომ ზალადობაა და ახლა მაგ სიმღერას შორის. მაგრამ სწორედ ეს არის ტოტალიტარული სისტემა მიიც სწრაფვის იმისკენ, რომ შეზღუდვა შეიტანოს ყველა სფეროში. იმიტომ რომ შენ თუ შეაზღუდინე თავი 5 სფეროში, 10-ვე სფერო დაკარგულია. შენ ვერ იტყვი რომ კი ბატონო, შეზღუდოს მაგალითად სექსუალობა, ან შეზღუდოს მუსიკა და სექსუალობა და არ შეზღუდოს აზრის გამოხატვის რაღაცა, კიდე სხვა რაღაცა. ხვდებით? მაგალითად წერლობა არ შეზღუდოს. იმიტომ რომ არც ერთი სისტემა არ დაგნებდება შენ, პირიქით რაც უფრო შეაზღუდუნებ თავს, პირიქით არის, უფრო იზრდება. ხვდები? ანუ ვერ გაავლებ. ამიტომ მორალისტობა არის ძალიან რთული წარმოსადგენი, ამიტომ ყველაზე ნაღდი ამ შემთხვევაში რაც უნდა გააკეთო, უბრალოდ დაუშვა ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა დაუშვა. ან მორალი პრინციპი თავისუფლებას და ან მორალი მაინც ზოგადია, ყველა ადამიანს მაინც გასაძლებელი. შეხედე? კი ბატონო. მაინც ან საზოგადოებრივი ნორმების ისე მორალს რაც გააკეთა, კი ბატონო, ნახე, თუ ჩვენ ადამიანს განვიხილავთ ცალკე ან მარტო ჯგუფის წევრად, მაშინ მორალი შეიძლება დავაპირისპიროთ რაღაცა სხვასთან. მაგრამ მორალი პირველ რიგში, რასაც ჩემთვის პირადად მორალურობა, როგორც ასეთ ნიშნავს, ეს არის ჩემი საკუთარი ქმედებები და პასუხისმგებლობა მათზე. შესაბამისად, აი მოდის ადამიანი, რომელსაც ჭიპი აქვს გახრეტილი პირობითად, ან ცხვირში აქვს საყურე. მე რა? ანუ ჩემს საკუთარ ქმედებებზე ეს გავლენას ახდენს? როგორც წესი ამბობენ პრევენციის მიზნით, მაგალითად ჰომოსექსუალებთან შეწინააღმდეგების დროს ზუსტად ეგ აქვთ არგუმენტად, რომ მე მომადგებიან ადრე თუ გვიან და მე პრევენციულად ვიზღვევ თავს. აი, თქვენთან წარმოვიდგინეთ სასაცილოა ახლა სიტუაცია, რომ მომადგებიან და გავრბიან, სად მოგადგებიან? ამხელა კაცი ხარ, ხალი ხარ, ხო, ვინ მოგადგება? სადმე მომდგარი გინახავთ, ვინმეზე, ანუ საშინელებაა, ხო? ანუ აბსურდი არის, მაგრამ სწორედ ამით იზღვევს თავს მორალი, მაგრამ სინამდვილეში ამ ესეთი ფრაზით თავის დაცვა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მე ჩემ თავზე კი არ ვაგებ პასუხი, მე თავისუფლება ჩემი თავიდან კი არ მესმის პირველ რიგში. არამედ მე ველი მჭირდება თავისუფლების, სადაც ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთნაირები. და იქ ვარ მე კარგად. ესეთი წარმოდგენა თავისუფლების აუცილებლად გაანადგურებს სხვა ადამიანების თავისუფლებას, აუცილებლად. ანუ ერთადერთი ამ შემთხვევაში არის ის, რომ შენი მორალი გაქვს, შენ მსგავსებს პოულობ, იმათთან კომუნიცირებ და სხვა შენს პარალელურად აგრძელებს ურთიერთობას. ისე რომ შენ არ გეხება. თუ მოვიდა ადამიანი, გეცა რაღაცა და მოგნათლა შენი ნების წინააღმდეგ და უცებ გამოხვედი სხვა რჯულზე მონათლული, მაშინ აი ბიჭო ძალადობა, ხო? მაგრამ თავისთვის როცა არის ადამიანი და ლოცულს, ანუ კონკრეტულად მე რას მიშავებს, მაგალითად ამ შემთხვევაში.
ხდებით? ანუ რამდენად საფრთხეს წარმოადგენს მუსულმანური ეთიკა, მუსულმანური რაღაც იდეოლოგია, რომელიც თქვათ მეჩეთში შეიძლება იქნას გადაცემული, კონკრეტულად ჩემი ქრისტიანული აღსარებლობისთვის. ჩემი აზრით, ესეთი დაცვა, თავის დაცვა არის სუსტი მორალის მქონე ადამიანის პოზიცია. იმიტომ რომ თუ მაგალითად ჰარი პოტერის სცენის წარმოიდგინეთ, ახლა ისტერიკა იყო არ გახსოვთ ალბათ თქვენ ჰარი პოტერთან დაკავშირებით. თუ მე წარმოიდგინეთ რა გავიზარდე რაღაცას დასულ ასაკს მივაქციე, წაკითხული მაქვს წმინდა წერილი, ხო? და წამს ღმერთის და ვარ ძალიან კარგად მაყოფილი დავდივარ ეკლესიაში შემდეგ. წავიკითხე წიგნი ჰარი პოტერი, რომელიც დრაკონები რაღაცა და всё, აღარც ღმერთი წავს. ესე იგი, დროზე უნდა წაგეკითხა და დროზე უნდა წამოსულიყავი იქიდან, იმიტომ რომ ტყუილა ხარ ეკლესიაში, ხო? ანუ ამაზეა საუბარი. თუ შენ ძლიერი ხარ, ანუ მარტო ძლიერ ადამიანებს არ ეშინიათ ხვების, როგორც ასეთის, ხო? ეს ჩვენ ქონდა ყოველთვის, ჩვენ მაგალითად ალუდა ქეთელაურში ეს გავსი იდეა თანასწორობის, თანაარსებობის ჩვენ ქონდა ალუდა ქეთელაურში. უბრალოდ ბოლომდე არ იქნა ის განვითარებული. ალუდა ქეთელაურში ბევრი წიგნი უნდა დაწერილი იყო, ძალიან სქელყდიანი და ძალიან სქელტანიანი წიგნები უნდა დაწერილი იყო თავის დროზე. რომ დღეს ახლა აღარ გესაუბრებ, იმიტომ რომ ზუსტად ეგ ხდებათ ალუდა ქეთელაურში. ბრწყინვალეთ არის ჩამოყალიბებული. რატო? ძალიან მარტივად. ადამიანი არ კლავს თანასწორს, იმიტომ რომ აღიარებს მას თანასწორს და უშვებს არამთუ თავისი თემის შიგნით მყოფი უცხოს არსებობას, არამედ საერთოდ გადამთიელის გაგებით, ხო? არსებობას უშვებს როგორც თანასწორისას, ხო? და ამის გამო არ ეშინია რომ დაუპირისპირდეს კიდე სხვას. მაგრამ უფრო საინტერესო რაც არის, როდესაც თემი აგდებს მას და ზუსტად ესეთი თავისუფლება ვლინდება იქ. როდესაც თემი აგდებს ალუდა ქეთელაურს, გარეთ რომ მოდიან. რასეულებ, ცოლი რო იწევლება თუ დედა. ალუდა ეუბნება ნუწყევლია თემს. ხო? ანუ ზუსტად ეს არის. ანუ ალუდა ქეთელაურს ეხლა წარმოდით ალუდა ქეთელაური ხარ და გამოგაგდო თემა. აი ხა აქედან რომ გაგაგდო, თუნდაც ხო საწყენია და თემი რო ვიყო და კიდე სამუდამოდ რო გაგაგდო, ოჯახიანა და ზამთარი არის. თქვენი რეაქცია რა იქნება ძალიან მაინტერესებს. ხო, აეთ ჩემ აი დაცოცხალი უნდა უხსენო თემს, სათითაო წევრებს და ასე შემდეგ. მაგრამ ალუდას პასუხი რა არის? ნუწყეველი თემს. რატო? და დააკვირდით, პასუხი არის ცხვირ წინ. ზუსტად მაგაზია საუბარი, იმიტომ რომ ალუდა ქეთელაურს ესმის თემის. და ეს არის რაც ჩვენთან არ შემდგარა. ანუ მე კი არ ვუჯერ, ანუ მე კი არ მესმის იმ გაგებით, აი გაგებაზე ორი სიტყვი და ეგ არის. გაგება საქართველოში არის დამახინჯებული სიტყვა. რატო? იმიტომ რომ გაგება ორ რაღაცას ნიშნავს. ერთი, ეს არის რომ მე მესმის შენი როგორ განიცდი, იმიტომ რომ რაღაც, იმიტომ რომ მე მესმის ნიშნავს ემოციურ დონეზე მე დავემთხვიე შენს ემოციურ განცდებს. მეორე არის მე მესმის რატო გააკეთე შენ ეს აქცია. მე მესმის რატომ რაღაცა დაიპყრო ჰიტლერმა რაღაცა, მაგრამ ეს გაგება არ ნიშნავს რომ მე ემოციურად ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისტორიულად მესმის. ხდებით? იგივე არის. მე მესმის, რატომ მოგწონს შენ ჭრელა შარვლით სიარული. მესმის. არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის. ხდები? ალუდა ქეთელაური რაც აკეთებს არის ზუსტად ეს. მას, რა თქმა უნდა, როგორ უნდა თქვა, რომ ეთანხმება თემის გადაწყვეტილებას ალუდა ქეთელაური და მოდის თემიდან. ნუ წარმოუდგენელი რაღაცა არის, მაგრამ მას ესმის, იმიტომ რომ თემი რო ყოფილიყო ალუდა ქეთელაური, თვითონაც ესე მოიქცეოდა. ზუსტად ეს არის, როდესაც შენ შეგიძლია შენი საკუთარი თავის პროექცირება სხვაში და იქიდან საკუთარი თავის დანახვა. ეს არის უნარი რაც ძალიან საჭირო არის იმისთვის, რომ თავისუფლება ამ გაგებით განხორციელდეს. შენ თუ არ ცდილობ საერთოდ წარმოიდგინოს ხვის მაგივრად თავი, მაგალითად. და ჩემი აზრით, რაც აქ არ მიხსენებია, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვახსენებთ შემდეგ ლექციაზე, განათლება. განათლება გაძლევს შენ მრავალი კონტექსტის და მრავალი პოზიციის დანახვის საშუალებას, მეტი არაფერი. იმიტომ რომ ცალსახა სამყარო აქვს გაუნათლებელ ადამიანს მხოლოდ. ერთი სამყარო აქვს გაუნათლებელ ადამიანს. განათლებულ ადამიანს აქვს ბევრი სამყარო და ის ერთი აქვს არჩეული, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. ანუ მისი გადაწყვეტილება იყო ეს სამყარო. და ესეთი არჩევანი ბევრად უფრო ძლიერი არის, ვიდრე მარტო ერთ სამყაროში უცხარ დაბადებული და მეტი არაფერი არ იცი. ხდები? ანუ მაგალითად, მე წავიკითხე კრიშნა, ვიღაცა მუჰამედის მოძღვრება, ქრისტიანობა და ავირჩიე ეს. ხდები? ჩემი გადაწყვეტილება ბევრად უფრო ძლიერი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მაინც მაქვს მიღებული სხვათა მრავალთა შორის. ხდები? ზუსტად იგივე არის სამყაროს რაც შეეხება, ხო? განათლებული ადამიანი ხედავს, რომ შეიძლება რაღაცა კონტექსტში ადამიანს მოუნდეს ყვითელი შარვლის ჩასვლა და ამაში პრობლემას არ აქვს და პრობლემა წარმოადგენს, იმიტომ რომ მე რა ხდები? თუ იქიდან ხედავს საკუთარ თავს. როგორც კი შენ არ ახდენ ამას, საკუთარი თავით დანახავს და დევნილების თემა არის ერთ-ერთი ყველაზე ტკივნეული და ყველაზე საინტერესო ამ გაგები და ზუსტად იგივე ფენომენთან გვაქვს საქმე რა. ჩვენ რო თანამედროვე ისტორიას წესიერად დევნილების თემა თბილისის, ანუ ეს რო წარმოიდგინოთ ენა, ხო, დისკურსი დევნილებთან დაკავშირებით. კრიმინალი, ივერია, ყაჩაღობა, ქურდობა, მანქანების ძარცვა და ასე შემდეგ, ხო, დევნილები. ელემენტარული უცოდინრობა არის და გაუთვალისწინებ მე მაგალითად, ანუ
თუ თქვენ გაქვთ ნანახი აფხაზეთის ომის შესახებ ვიდეოები, შეუძლებელი ენა აღარ მოგიბრუნდებათ მეორეჯერ რომ აუგად მოიხსენიოთ კონკრეტულად ეგ ჯგუფის ადამიანი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია შენ არცადო იმის გაგება, რას აკეთებს ადამიანი, რას ვაკეთებ მე, როდესაც დღეს მომკიდებ ეხა ხელს და წამიყვან სხვაგან, სხვა ქვეყანაში. ქვეყანაში რა, ანუ სხვა ქალაქში საცხოვრებლად და იქ დამასახლებ, არ მომცემ არც სახლს, არც კარს, არაფერს და ჩემ თავზე მიმანდობ თლიანად. რას გავაკეთებ მე? როგორც კი შენ ამას დაუშვებ და ზუსტად ეს არის ყველაზე მაგარი ალბათ რაც არის კონცეფცია ქრისტიანული რელიგიის, ეს არის დაშვება სხვა ადამიანებისგან სამყაროს აღწერის. მაგალითად, როსკიპი არის, მე რა. ხო? ზუსტად ამაზე არის ქრისტიანული ისა, ხო, ეთიკა დამყარებული. შენ შეგიძლიათ შენი თავი წარმოიდგინო ყველად, მაგალითად რომაელ ჯარისკაცად, მაგალითად ფარისეველად და იმასაც უნდა შეუნდო. შენდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია შენ შეუნდო შენ მტერს, რომელმაც ჯვარზე გაგაკრა, თუ შენ უყურებ და ხვდები რომ ეხა ფარისეველი ესე მოიქცეოდა რა და არ იცის უბრალოდ როგორ იქცევა. ხვდები? ბოროტი და ცუდი კი არა, ნუ არ იცის, ეხა ნუ ალბათ არც მე არ დავიჯერებდი ამას. ხვდები? ანუ თქვა დევნილის თემას რო დავუბრუნდეთ ისევ რა. მე ვიყაჩაღებ დიდი ალბათობით შეიძლება მე დიდი ალბათობით შეიძლება მეყაჩაღო არ გამოდის, მაგრამ ალბათ ვიყაჩაღებ. ხო? ან ყოველ შემთხვევაში შევეცდებოდი რომ რაღაცა გამძლეყავი და ფული მეშოვნა. არ ვიცი რა მოხდებოდა. ხვდები? მაგრამ წარმოდგენა უნდა გქონდეს რაღაცეებზე, განათლება ამის საშუალებას გაძლევს პირველ რიგში. და ერთი რაც ბოლოსთვის ესე რომ შევკრათ ყველაფერი, ზღაპარი უნდა წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო ერთმა უფროსმა მეგობარმა ესე იგი რაღაც უცხოელმა შეადარა დემოკრატია, კონკრეტულად შეადარა ზღაპარს და თქვა ეს რაღაც რომ დემოკრატია არის ზღაპრული მონათხრობი არის, რეალურად რაღაც ამბავს გვიყვება, ისეთ რაღაცაზე რომელიც არც ვიცით როდის დაიწყო, რა დაიწყო, რა მოხდა და ასე შემდეგ და მოიყვანა ესეთი ცნება once upon a time, ანუ ოდესღაც, ხო? ქართული ზღაპრები ასე არ იწყება, ხო მგონი? ქართული ზღაპრები არ იწყება ასე. იყო და არა იყო რა, იწყება ქართული ზღაპარი და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის მიუთითებს once upon a time გეუბნება არა კონკრეტულ დროს, არამედ ერთხელ, ხო? ანუ ერთხელ არის განუსაზღვრელი ადგილი, სადღაც რაღაცა მოხდა, მაგრამ ზღაპარი არის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთან, ანუ ეს არა მარტო ჩვენთან იწყება სპარსულშიც ასე, ანუ ჩვენი რეგიონისთვის ძალიან დამახასიათებელი ის არის დაწყება ზღაპრის, იყო და არა იყო რა. იყო და არა იყო რა არის ზუსტად ის ჩარჩო, რაზეც ჩვენ აქ ვისაუბრეთ, რატო? იმიტომ რომ ის მოაქცევს სამყარო, რომელზეც მე ხა ვიწყებ თხრობას, ის სამყარო მდებარეობს ყოფნასა და არ ყოფნას შორის. ხვდებით? იყო და არა იყო რა, რას ნიშნავს? ურთიერთგამომეცხვავი რაღაცებია. იყო და არა იყო რა. რას ქვია? იყო და არა იყო ერთდროულად როგორ არის, მაგრამ ზუსტად ეს არის ჩარჩო. მე ამ იყოსა და არა იყოს შორის არიან გველეშაპები, ჭინჭრაკები, დრაკულები, ბებიაჩემი ვიღაცები, სამოჭერით მე. ნუ ყველა აბსოლუტურად. იმიტომ რომ ყველაფერი არსებობს ყოფნასა და არ ყოფნას შორის. ხვდებით? და თუ ჩვენ შევძელით რომ სწორედ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებაც არის ზღაპარი საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება არ შედგება ესეთი მოქალაქეებისგან, ან ასეთი მოქალაქეებისგან, არამედ სამოქალაქო საზოგადოება ყველა მოქალაქისგან, რომელიც არის ყოფნასა და არ ყოფნას შორის, აბსოლუტურად ყველას შორის. ყველა მოქალაქისგან შედგება სამოქალაქო საზოგადოება. თავარი რა არის? რომ ხანდახან ჩვენ როგორც მოქალაქეებს შეგვიძლია ავიღოთ საკუთარ თავზე იმის გამბედაობა იქნება ეს თუ პრეტენზია, რომ ჩვენ ცადოთ იმ ინფორმაციის გავრცელება, როგორი კარგი იქნებოდა სამყარო, ჩემნაირი ხედვა რომ კონდეს ყველას. ხვდები? ერთადერთი ამას არის, შენ კი არა ებრძვის სხვას. ამ შემთხვევაში, ანუ საუბარი ამაზე, შენსაც აკეთებ. ხვდები? როგორც როკ მუსიკოსი კი არ მიდის და ვიოლინოებს, კი არ უწყვიტავს კონსერვატორიის სტუდენტებს გზაში. ხო? რომ მე ვინმე ეგრე როკ კონცერტზე წამოვიდა, ეს არის აბსურდი. ზუსტად იგივე ქმედება არის, ახლა რომ შეუვარდე ვიღაცებს და თქვენ აქ რას ფილოსოფოსოს რაღაცები რომ დაუწყო, ხო? ანუ იმან იფილოსოფოსოს და თუ შენ ძალიან მაგარი ხარ, შენ შეეცადე ისეთი სამყარო შექმნა, ისეთი ზღაპარი მოყვე, რომელიც იქნება მისაღები უკვე სხვისთვისაც. ხვდებით? ანუ თავისუფლება ამ შემთხვევაში არის სწორედ ეს, რომ აცალე სხვას, აკეთოს რაც უნდა, შენ შესაქმეს მიხედე. და რა თქმა უნდა, განათლების საშუალება. ეს არის და ეს რისი თქმაც მინდოდა. დიდი მადლობა. აბა შეგითხვები. თუ შეიძლება თავიდანვე გითხარით, თუ 5 წუთს გამოყოფთ, უბრალოდ დავლექოთ ეს ყველაფერი შეკითხვების საშუალებით და თუ სრული გიქნა დავგეგმოთ მომავალი რაღაცა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ესეთი დისკუსიები უნდა იყოს მილიონი და ნებისმიერ თქვენთაგან შეუძლია ამის გაკეთება. ამიტომ თუ ამას იზამ ძალიან გამიხარდება. გისმენთ?